მოგესალმებით მეგობრებო. დღეს სტუმრად ყავს ბატონი გიორგი ახვლედიანი. გიორგი, მოგესალმები. მოგესალმებით. მოხარული ვარ რომ მესტუმრე და ძირითადად დღეს სურს სამ თემაზე ვისაუბროთ. ეს ძირითადი სამი საკითხია და ამ სამი საკითხის გარშემო თუ რამე დამატებითი კითხვები იქნება საინტერესო, როგორც იტყვიან, step by step გავუყვეთ და მოკლედ თემები არის შემდეგი. მოხარული ვარ მიუხედავად იმისა, რომ 10 წელია საქართველოში არ ყოფილვარ, ვიცი რა ნებათაღელვა იყო ქართულ ეკლესიის გარშემო, ამას წინათ მე და ნოყრი შოშიაშვილმა დაუთმეთ ამას საკმაოდ დრო, განვიხილეთ ქართული ეკლესია ოღონდ ბუნებრივია პოზიტიურ კონტექსტში და ვიმედოვნებით, რომ ღირსეული საჭეთპრობელი ეყოლებოდა ქართულ ეკლესიას და ასეც მოხდა, რაც ძალიან მახარებს და ვილაპარაკეთ იმ სოციალურ ფონზე, რაც ამას თანსდევდა. გიორგი, როგორ ფიქრობ, რა მოხდა დღეს? რაღაცა დიდი ამბავი მოხდა, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ ახლა მედიაში და სოციალურ ქსელში დიდი სიხარულია და მეც ეს მახარებს. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმები ჩემს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ნიკოლოზ, მართლაც აი უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა. თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რასაც ქვია, რომ ესეთი რამ საქართველოში ბოლოს 50 წლის წინ ახსოვთ, როდესაც მოხდა პატრიარქის გამორჩევა, ხო? და რა თქმა უნდა, ეხლა ეს 50 წელი მთელი ეპოქა არის ქართული ეკლესიისათვის, ეპოქა, სადაც ორი თაობა გაიზარდა. ორი თაობა ჩამოყალიბდა, ორი თაობისთვის მისი უწმინდესობა ილია მეორე იყო რაღაც გამორჩეული უნიკალური მოვლენა, განსაკუთრებით იმ კომუნისტური წარსულის გათვალისწინებით, რომლის დროსაც მან ამდენი საქმის გაკეთება შეძლო და შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში, როგორი რთული ქარპეხილების პერიოდში ატარა ქვეყანა ეკლესია ძალიან მძიმე სამოქალაქო დაპირისპირებების და ასე შემდეგ პერიოდში. და ძალიან რა თქმა უნდა რთული იყო ბუნებრივია ეს პროცესი, ძალიან მაღალი იყო ნებათაღელვა, იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მეუფეა და ეპისკოპოსია, ყველა მისი უწმინდესობის კურთხევით იყო გამორჩეული მეუფედ და ისინი რაღაცნაირად ერთმანეთის ასე ვთქვათ ძმებივით იყვენ, ამას ხშირად უსვამდნენ ხაზს და რაღაცნაირად ყოველთვის ეს ნიუანსი, ეს დეტალი ყოველთვის რაღაცნაირად მას ქმნიდა გარკვეულ მომენტს, რომ ეხლა ძმებს შორის თანასწორი უნდა გახდეს მამა, ხო, ერთ-ერთი და რაღაცაი როგორ მოხერხდება ეს ყველაფერი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა ეკლესიამ აჩვენა, ამაში არც ეჭვი არ მეპარებოდა და არც ერთ საღას მოაზროვნე ქართველს, რომ აჩვენა ასე ვთქვათ სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის გვერდში დგომის, აი უნიკალური მაგალითი და აი ასეთი რთული პირობებში მაშინ როდესაც აი ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არც თუ ისე იოლი ვითარება იყო, თქვათ იქ გარკვეული გუნდების თუ ჯგუფების თუ დაჯგუფებების კონტექსტში საპატრიარქოში უბრალოდ სინოდში, ხო, ეს ყველაფერი ყველა ვიცით, გარკვეულწილად იქ ძალიან ბევრ რამეზე იყო ეს დამოკიდებული, ვინ აკურთხა, ვინ ვის მონასტერში მოვაწეობდა, ვინ იყო ამა თუ იმ რამდენი ეპისკოპოსის, ასე ვთქვათ, წარმდგენი და შემდეგ ასე ვთქვათ პროტეჟე, ძალიან ბევრი ნიუანსი, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს ადამიანური, პიროვნული და აი მიუხედავად ყველაფერი ამისა, მადლობა ღმერთს და მადლობა თითოეულ მათგანს, რომ ამ ყველაფრის დადლევა შეძლეს და აჩვენეს უზარმაზარი ურთიერთგაგების და თანადგომის მაგალითი. რა თქმა უნდა, ხა იყო ცდილობები იმისა, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად გამოეყენებინათ, არა მხოლოდ სასულიერო და რელიგიურ კონტექსტში, არამედ პოლიტიკური მიმართულებითაც. ამის ცდილობა, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ეკლესიის გარეთ მყოფ ამ არანორმალურებს და ამ არაადეკვატურ პოლიტიკურ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ხედავენ რა, რომ თავიანთი პოლიტიკური ქმედებებით ვერანაირად ვერ მოახერხეს ქვეყანაში ვერც ვითარების არევა, ვერც რაღაცა გადატრიალების დაგეგმვა და განხორციელება. მით უმეტეს ვერავითარი რევოლუციური პროცესი ვერ შექმნეს და საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ჩამოეკიდენ მერე აი ამ ხაოს, რომ მოდი ახლა იქნება და მოვახერხოთ და ეკლესიაში მოვახერხოთ აი ეს რაღაც არეულობა,
მოვახდინოთ ამ ყველაფერზე პროვოცირება, რაღაც ამ ყველაფრის სპეკულაციებით რაღაცნაირად იქნებ თავწაბოთ ეს სიტუაცია. Ну, ყველას კარგად ესმის, რომ ეხა ეკლესია არის ქართველი ერის, საქართველოს, ასე თქვათ, აი ტრადიციული ეროვნული სოფხედველობის ცნობიერების ციხესიმაგრე, ხო? რომლის წყალობითაც ჩვენი ქვეყანა არის დაზღვეული უამრავი იმ შიზოფრენიით და რაც რეალებს მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა დასავლეთში, ხო? აქედან გამომდინარე ყველას ესმის, რომ აქ ამ მიმართულებით რაღაცა შერყევა, რაღაცა ქვაცვენა, რაღაცა დაზიანება ამ ციხესიმაგრის ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებდა. ესენი ამას ცდილობდნენ ისტერიულად. აი არ ვიცი ხა მან გაქვს რა საშუალება ხანდახან თვალი ადევნო ამათ ნაცპრესცენტრებად ქცეულ ტელევიზიებს. Ну, შეიძლება გული გაგსკდომოდა ადამიანს თელი ამ თვენახევრის განმავლობაში რა ისტერია ტრიალებდა იქ იმასთან დაკავშირებით როგორ არიონ სიტუაცია და როგორ აი ასე ამღვრიონ წყალი ეკლესიაში და შესაბამისად ქვეყანაში. და ეს ყველაფერი ვერ მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდანაც იყო გარკვეული მხარდაჭერა ასეთი არაადეკვატური პოლიტიკისა, თუმცა ის იმდენად სუსტი და იმდენად ერთჯერადი გამოვლინებებით იყო, რომ ერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა. რა მოხდა ეხა? მოხდა უმნიშვნელოვანესი რამ. მოხდა ქვეყნის შეიძლება ითქვას ძალიან სერიოზული დამშვიდება. რაღაცნაირად უზარმაზარი, ასე ვთქვათ, დიდი საქმის მოთავება და ძალიან ბევრი დაძაბულობის მოლოდინის განმუხტვა, განეიტრალება. იმიტომ რომ მერწმუნე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკლესია ყველანაირად ამის დემონსტრირებას ახდენდა, რომ იქ არავითარი შიდა აზრთა სხვადასხვაობა არ მოახდენდა ზეგავლენას ამ პროცესზე და ამას მუდმივად უსვამდნენ ისინი ხაზს, საზოგადოებაში ეს რაღაცა ქვეშეცნეული დაძაბულობა მაინც იყო. იმიტომ რომ კიდევ ამბობ, აი ძალიან კარგად ესმის მთელ ერს, თუ რამხელა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს სახელმწიფოსათვის, ქართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართულებით რაღაცა არაადეკვატური რაღაცა ქმედება, ან რაღაცა ღმერთმა დაიფაროს, რაღაცა განხეთქილება, ან რაღაცა ამდა. ყველას ესმის ეს თუ ამ შეიძლება მილიონ პოლიტიკურ პროვოკაციას, დაპირისპირებას, კონფლიქტს იმდენად დიდი ყურადღება არ მიაქციოს ადამიანთა საზოგადოებამ, იმიტომ რომ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თუ დატრიალდა კიდევაც ჩვენ თავზე ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში და მაინც გადავრჩით ყველაფერს და მაინც ვაჯობეთ ამას ყველაფერს, ხო? და აი ეს იყო ისეთი რაღაცნაირი ქვეშეცნეული შიში, რაღაცნაირად რომ აი ვაიმე რამე არ მოხდეს, რომ ეს გარკვეულწილად დაძაბულობას ქმნიდა და აი მადლობა ღმერთს, აი 4 საათზე ხო, თუ 5 წუთები იყო, როდესაც გამოცხადდა, რომ საქართველოს პატრიარქი გახდა შიო მესამე, აი თითქოს და ისეთი შეგრძნება იყო, რომ აი მთელმა ქვეყანამ ეს 2 თვის განმავლობაში ჩასუნთქული ამოისუნთქა რა. რაც კარგი შეგრძნება იყო და ძალიან სიმშვიდე დადგა ხო თითქოს? თითქოს კი არა გამსაგურა, რომ ანუ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და არაფერი რაღაც ესეთი აუგი და სხვანაირი, რომლის ასე თქვა, ვიღაცას რომლის სურვილიც ჰქონდა და დანარჩენებს კიდე რაღაცა ესეთი ნერვიულობის განცდა აღარ არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ერთ მნიშვნელოვნად მისალოცი არის, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მისი ახალი უწმინდესობისათვის, მისი უწმინდესობისათვის შიო მესამესთვის და მთელი ქვეყნისათვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ამის შემდეგ კიდე უფრო, ასე ვთქვათ, დამშვიდებულად განაგრძობს ცხოვრებას ერი და ხვალიდან ეს დარწმუნებული ვარ მთელ საქართველოს დაეთხოვა. და მე წარმომიდგენია 17 მაისს რამსვლელობა იქნება უკვე მისი ხელმძღვანელობით. კი, ეს იქნება რაღაცა ერთბაშად დემონსტრირება იმისა, რაც მისმა უწმინდესობამ თავის დროს დაამკვიდრა. სასწაული რამ გააკეთა ნიკოლოზ, აი არ ვიცი მე ასეთი ბრძნული გადაწყვეტილება, როგორც მისმა უწმინდესობამ 17 მაისის ოჯახის ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის დღედ გამოცხადებად, ასე თქვათ, განსაზღვრა, მე არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ისეთი საფრთხის მატარებელი რამ იყო ეს 17 მაისი მთელი მსოფლიოსთვის, იმ თვალსაჩინო რომ რაღაცა ტრანსფობია, ჰომოფობია, ამის დაცვა, ყოველი 17 მაისი საქართველოში რაღაც გაუგებარი რაღაც მარშების, LGBT პრაიდების გამართვის მოთხოვნები, იქ რაღაცა საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსი,
ჩვენ ჩაუდგებით ამ LGBT გუნდებს სათავეში და აბა გაბედეთ და დაგვარბიეთ და მილიონობით დაფინანსების მობილიზება სწორედ ამ დღისთვის. ეს ყველაფერი წარმოიდგინე მოყოლებული 2012 წლიდან სრული საგიჟეთი იყო, რატო 2012 წლიდან? იმიტომ რომ 2012 წელს მოხდა აი ამ პრიორიტეტის გააქტიურება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. 2012 წლამდე ხო ყველაზე მთავარი ასე ვთქვათ პრიორიტეტი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისათვის იყო გენდერული თანასწორობის თემები. ანუ ძირითადი აქცენტი იყო 10 წლის თუ მეტი კიდე განმავლობაში, რომ ქალების უფლებები უნდა დავიცვათ, იქ ქალების პარლამენტში კვოტირება უნდა მოვახდინოთ, ქალების სამსახურში ხელფასები გავათანაბროთ და ეს თემები დომინირებდა. და საზოგადოებაში ხა სიმართლე გითხრათ, მით უმეტეს ქართულ საზოგადოებაში რაღაც ისეთ განსაკუთრებულ რაღაც დებატაღელვას არ იწვევდა, იმიტომ რომ არასოდეს საქართველოში ქალის მიმართ რაღაცა აი ამ მიმართულებებით დისკრიმინაცია არ ყოფილა რაღაც სტანდარტი, ხო? შესაბამისად რაღაცნაირად ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ერთ-ერთი პოლიტიკური რაღაცა თემატიკა, რომელიც მოდიოდა დასავლეთიდან, ჩვენ ვამბობდით, რომ რაში გვჭირდება ჩვენ ამის სწავლება, როდესაც თქვენზე გაცილებით ადრე ქალები ხმასაც ადლებდნენ, არჩეული ვიცე-სპიკერის ყავდა იქ 1918 წელს, თქვენ საერთოდ 50-იან წლებში დაიწყეთ ამ ყველაფერზე ფიქრი და ნუ სასაცილოდ არ ყოფნი და როდესაც ისინი გვასწავლიდნენ ამ თემაზე რამეს, მაგრამ ნახეთ რა მოხდა 2011 წლის დეკემბერში, როდესაც მაშინ ქალბატონი ჰილარი კლინტონი იყო მახსოვს, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, მან წაიკითხა 2012 წლის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტების შესახებ, ანუ წლის ანგარიში წაიკითხა და მაშინ სხვადასხვა ძალიან ბევრმა ყურადღება ამ ანგარიშში გააკეთა იმაზე, რომ მან საქართველოსთან მიმართებაში ისაუბრა იმაზე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე უნდა დაასრულოს თავისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ყოფნა ხელისუფლებაშიო და ესეთი ფრაზა იყო, რომ სააკაშვილიო უნდა მოემზადოსო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვისო. ეს იმხელა ეს ისეთი რამე იყო 2011 წლის დეკემბერში ეხა ამაზე საუბარი, რომ არავინ არ აპირებდა ხელისუფლების დათმობას. ხო, ისინი ამას არ აპირებდნენ, მაგრამ ახლა როდესაც ამერიკა ასეთ კონკრეტ თავის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ ამ თავის წლიურ ანგარიში ასეთ ასე ვთქვათ ძალიან მკაცრ რეკომენდაციას აღარ ერქვა ამას მითითებას იძლეოდა. ხო, აი ძალიან მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ თემაზე იყო გადართული, მათ შორის სხვადასხვა მეც იმ პერიოდში პარლამენტში გახდით და ნუ ეს მნიშვნელოვნად ეს იყო რაღაცა აი მეხი პირდაპირ გავარნილი ცაზე. და ძალიან ბევრს გამორჩა ამ შემთხვევაში იმ წლიურ ანგარიში, თუ რა პრიორიტეტები განსაზღვრა მაშინ ქალბატონმა კლინტონმა მსოფლიო დონორი ორგანიზაციებისთვის. ეს მერე შემდეგ მომიწია უკვე ამის გაცნობა დეტალურად და იმიტომ რომ გამიკვირდა 2012 წლის მაისში უკვე გამოჩნდა პირველი LGBT არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისში. გამოჩნდა ის რაღაცა იდენტობა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე თუ ყველგან იმალებოდნენ და საერთოდ არანაირად არ ცდილობდნენ რაღაც აქტიურად უცებ, გამოჩნდნენ აი ძალიან აქტიურად. და გამოჩნდნენ რაღაც ასპარეზზე, რომ აი ეხლა ჩვენ აქ არაფრის არ გვეშინია, ჩვენ აქ ვითხოვთ უფლებებს, ჩვენ აქ ვითხოვთ LGBT პრაიდებს. ნუ პირველი ემოცია რაც გაჩნდა, რომ ამ ადამიანებს აშკარად საიდანღაც გაუჩნდათ ფული, დიდი ფული. იმიტომ რომ ესე იგი დონორმა ორგანიზაციებმა კონკრეტულად ამათთვის დაიწყეს ფულის ასე ვთქვათ, გამოგზავნა და გრანტების გაცემა. და მაშინ მოხდა ამით დაინტერესება, აღმოაჩინეთ თურმე პირდაპირ რეკომენდაცია დონორი ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს გაკეთებული აქვს ამ ანგარიში, სადაც საუბარია, რომ რა თქმა უნდა, გენდერული თემები და ქალთა უფლებები ისევ აქტუალურია, მაგრამ პირველ პლანზე უნდა გადავიდეს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხები. აი, მან დაიწყო, რაც დაიწყო. და კი გახსოვს, რაც მოხდა მერე 2013-ში, როგორი ამბავი იყო 14-ში, ასე შემდეგ და არცი, ნუ მე ვერ წარმოვიდგენია წელს აი რამდენ უბედურებას გადაგვარჩინა ჩვენ მაშინ უწმინდესმა, როდესაც 17 მაისი ადგა ოჯახის დაცვის დღედ გამოაცხადა, პრაქტიკულად ერთი ხელის მოსმით დაასრულა მთელი ეს უბედურება, რომელიც ჩვენთვის ყოველწლიურად იქნებოდა საშინელება, იქნებოდა კატასტროფა, იქნებოდა აი დაუსრულებელი კონფრონტაციის და პროვოკაციების, ასე ვთქვათ,
წინაპირობა. აი და ეხლა რა თქმა უნდა ცოტა გამიგზავნა ამ თემაზე არა არა ვისაუბროთ და აი შენაქვი რომ ძალიან საინტერესო იქნება ეხლა 17 მაისი რა თქმა უნდა ერთი იმ ხრივ რომ ამ დროს მთელი ქვეყანა განსაკუთრებულად ცდილობს დემონსტრირება მოახდინოს აი ყველაფერი ერთად აი რაღაცნაირად ქართული იდენტობის ეროვნული ცნობიერების რაღაცა ოჯახური ღირებულებების ფასეულობების ბავშვების აღზრდის ქართული კულტურის ქართული ცხოვრების წესის თუ შეიძლება ასე ითქვას აი ამ ყველაფრის დემონსტრირებას ცდილობს ერი რაღაცნაირად აი ამ დღეს განსაკუთრებულად იმიტომ რომ პატრიარქის დაწესებულია იმიტომ რომ რაღაცნაირად ეკლესია და მთელი ჩვენი მოძღვრები და მეუფეები ამას სათავეში უდგანან და ასე შემდეგ და რაღაცნაირი ეს ყველაფერი ძალიან ქართული და ტრადიციული და რაღაც გემრიელი დღეა და ეხლა რა თქმა უნდა ამას ექნება ალბათ კიდევ უფრო მეტი მასშტაბი იმიტომ რომ აი სამოსუნ თქვა მოხდა და ქართველმა ერმა ახალი პატრიარქი გამოარჩია რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თავარია გამოარჩია ის პატრიარქი რომელიც ერთმნიშვნელოვნად არის სწორედ იმ ზომიერი სწორად გააზრებული ქართულ ეროვნულ ცნობიერებაზე, ქართველობის იდენტობაზე, ჩვენს მართლმადიდებლობაზე, ჩვენს ჭკვიან აზროვნებაზე და ჩვენს საღადაზროვნებაზე, ასე ვთქვათ, ორიენტირებული მისი უწმინდესობის ილია მეორის გზა. და აი ამ გზაზე არის ორიენტირებული შიოც ამ შემთხვევაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა არ აერჩია ილია მეორე მიგი თანამოსახელე. რა თქმა უნდა. რომ იცოდა რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა და ზუსტად ეს იყო მიზეზი, რომ იგი დაიყენა გვერდში. დიახ, ერთმნიშვნელოვნად. ძალიან מחარებს ეს ამბავი. გიორგი, ეხლა გადავიდეთ საერთაშორისო ვითარებაზე და სანამ ახლო აღმოსავლეთ შევეხებით, ჯერ რუსეთ-უკრაინის თემები განვიხილოთ. ესე იგი 9 მაისის მერე რუსეთის ფედერალურ არხებზე ტრიალებს, ესე ვთქვათ, პუტინის ინტერვიუ. არის ზოგან სრულად, ზოგან ფრაგმენტ, ძირითადი თემებია, ფრაგმენტები ამოღებული და მოკლედ ლაიტმოტივად ამ ყველაფრის გასდევს ის, რომ მან განაცხადა, ციტირებას არ ვახდენ, რომ ომი მიდის დასასრულისკენ. და ესე იგი ევროპელებთან ხიდის გადება გადაწყვიტა შროდერის მეშვეობით. არ ვიცი ახლა შროდერი დიდი ხნის მივიწყებული პოლიტიკოსია, თან არ არის ახალგაზრდა, საკმაოდ დასაკოვანია და როგორ ფიქრობ შენ? ზუსტად იმიტომ რომ კიევს, ესე ვთქვათ, ინდობდა ტოტალური განადგურებისგან, რაც შეეძლო ბუნებრივია რუსეთის ფედერაციას. ესე იგი თავიდანვე ქონდა გათვლილი, რომ იქ არც ერთი საელჩო არ უნდა დაზიანებულიყო კიევის დაბომბვის დროს და ეს ბუნებრივია ასეც მოხდებოდა. ჩვენ ხედავთ, რომ რკინიგზა ფუნქციონირებს და დასავლელი მაღალი რანგის პოლიტიკოსები კიევში ჩადიან რკინიგზით, არც ეს დაბომბილა. და აი ეხლა 9 მაისის მორიგ დღესასწაულზე ამბობს ასეთ რამეს. როგორ ფიქრობ, ეს რუსული დიპლომატიის ისეთი ხრიკია და გამარჯვებისკენ სვლა თუ უბრალოდ რუსეთს მართლა რეალურად პრობლემები აქვს ფინანსური და შიდა პოლიტიკური და უბრალოდ აღარ აპირებს ომის გაგრძელებას? კი ბატონო, იცი სიმართლე გითხრა, რუსეთს ფინანსური პრობლემები ასეთი საყოველთაო სანქციების პირობებში რომ ექნებოდა ეს ფაქტია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რა კონფიგურაციის სახელმწიფო არის რუსეთი. რა ასე ვთქვათ, რა განსხვავებებია მასსა და თქვათ იგივე ევროპულ სახელმწიფოებს და ერებს შორის. ეს არის, როგორ გითხრათ, ეს არის ერი, რომელსაც იმისათვის რომ იყოს იმპერია, იყოს აი ველიკაე ძერჟავა, რასაც ამბობენ, ხო? ველიკო-ძერჟავნიკული იდეოლოგიის კონტექსტში შეუძლია გადაიტანოს ყველაფერი. შეუძლია გადაიტანოს გაჭირვება, შეუძლია გადაიტანოს შიმშილი, შეუძლია გადაიტანოს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ერი ამაზე ხელმომწერია ერთმნიშვნელოვნად, ოღონდ ის რითაც გაიზარდნენ. რაც მათი ბავშვობიდანვე მათში ჩადებული არის დიდი ველიკაე იმპერიას იდეოლოგია იყოს წინა პლანზე და იყოს გამართლებული. ყველაზე უბედური რუსეთი, მე რაც მინახავს, იყო 90-იანი წლების დასაწყისში.
როდესაც პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იყო დაუძლურებული, ცივ ომში დამარცხებული, განადგურებული ამერიკულ $1.5 ჩამოკიდებული სახელმწიფო, რომელშიც ყველაფერს იპარავდა, ხო, გვახსოვს ყველას რა ხდებოდა, გააყიდეს, გამოყიდეს, ყველაფერი გააცამთვერეს, ჩაიგდეს ხელში და მოკლედ აი მთელი პოსტსაბჭოთა სივრცეც მათ შორის, ეხლა რუსეთზე აღავდა, ყველა ამ ქვეყანას ხრავდა და ჭამდა და იყო ძალიან ბედნიერი. შესაბამისად და ეს იყო ყველაზე დიდი უბედურება, მე მგონი არ ვიცი, მონღოლების შემდეგ ასეთ ძიმე მდგომარეობაში რუსები ალბათ არ ყოფილიყო. და წარმოიდგინე ახლა 2000 წლიდან მოყოლებული მათ მოახერხეს ამ მდგომარეობიდან გამოდრომა, გამოსვლა, რეანიმაცია, რეაბილიტაცია, ასე ვთქვათ. და შესაბამისად ისევ დადგნენ იმ რეალობის და აყენეს მთელი მსოფლიო იმ რეალობის წინაშე, რომ ისევ არიან გარკვეულწილად იმ პრეტენზიის მქონენი, რომ უნდა იყვნენ ერთ-ერთი პოლიციელი დედამიწაზე. და აღარავით არის ერთ ასე ვთქვათ ერთპოლარული სახელმწიფო მსოფლიო აღარ იარსებობს. ეხლა რუსეთს რო იყო ხო და აქედან გამომდინარე მე არ აღვიქვა ხოლმე რუსეთის გარკვეულ ეკონომიკურ, სოციალურ გაჭირვებებს რაღაცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების თავარ წინაპირობად. იმიტომ რომ პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში განისაზღვრება კიდევ ამბობ საზოგადოებრივი დაკვეთით, რომელიც ასევე მზად არის ყველანაირი ასე ვთქვათ გაჭირვებისთვის და სიდუხჭირისათვის, ოღონდ აი სამხედრო და პოლიტიკური თემები იყოს უმაღლეს დონეზე მათ სახელმწიფოში და მათ ცნობიერებაში. აქ მე მგონია ცოტა უფრო სხვა პრობლემები დგას და ეს პრობლემები უკავშირდება უპირველეს ყოვლისა თავად საზოგადოებისგან წამოსულ გარკვეულ უკმაყოფილებას, რომელიც სხვათა შორის შარშანდელი ოქტომბრიდან მოყოლებული ძალიან მკაფიოდ იგრძნობა. და რატო? იგრძნობა სხვათა შორის იგივე რუსულ აი ესე ვთქვი, მთავარ სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხებზე. შესაბამისად, იქაც უკვე სულ უფრო და უფრო ხშირად თქო ყველას გვესმის, რომ იქ არიან მიწვეული ისეთი სტუმრები, რომლებიც ყველანაირად გამობრძმედილი და ასე ვთქვათ, ვიზირებულები არიან კრემლისგან და იქ შემთხვევით ადამიანი არ მოხვდება და ვერ მოხვდება ვერანაირად თავარ თოქ-შოუებზე, ხო? იქ ORT იქნება ეს თუ სხვა ესეთი არხები. იქ ყველა ადამიანი, ყველა ექსპერტი არის ძალიან მკაფიოდ, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ამ პოლიტიკაში და შესაბამისად კრემლის მხრიდან ხელდასხმული. და აი ამ ადამიანებშიც კი როდესაც დაიწყო უკვე სერიოზული განცხადებების კეთება, რომ ბოლოს და ბოლოს დროა ეს ყველაფერი დამთავრდეს, ეს ყველაფერი არის უკვე შეუძლებელი, იმიტომ რომ დიდი სამამულო ომი არ გაგრძელებულა ამდენი ხანიც ამ უკრაინას ჩვენ აქ მოკლედ ველოლიავებით. მოკლედ ის რომ თქვათ აგერ 1 წელიწადი თუ 2 წელიწადია რაღაცა 2-3 ქალაქი ვერ აიღეს და ასე შემდეგ, რომ მოკლედ ვერ წავიდნენ წინ და მიუხედავად იმისა, რომ ყველაც ესმის, რომ ეხლა სამხედრო ტექნიკური საშუალებებით და იქნება ის ბალისტიკური რაკეტები თუ ზერგერითი რაკეტები, გაცილებით მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ხა რუსეთს კიევისთვისაც და ნებისმიერი უკრაინული ქალაქისთვის, რაც არ ხდება და სანაცვლოდ რუსებმა დაინახეს, რომ აღმოჩნდნენ რაღაცა ცალკარას მდგომარეობაში, განსაკუთრებით კიდევ ამბობ შარშანდელი ოქტომბრიდან, როდესაც უკრაინა მიიღო ის იარაღი, ის რაკეტები, ხა რა მნიშვნელობა ამერიკისგან მიიღო თუ ამერიკამ ევროპელებს მიყიდა და მე ევროპელებმა უკრაინელებს გაუგზავნეს, ხო? მიიღო ისეთი იარაღი, რომელსაც ისეთი რაკეტები, რომელსაც უკვე შეუძლია სამიზნეები დააძიანოს რუსეთის სიღრმეში და არა მხოლოდ სიღრმეში, რუსეთის ცენტრალურ ტერიტორიებზე, ურალს იქეთ. შესაბამისად, ხო, ეს და ამისი ჩვენ არაერთი ფაქტი ვნახეთ, რუსებმა თვითონ ნახეს, როგორ დაუბომბეს სხვადასხვა აეროდრომები, სამხედრო საწყობები და ნავთობ რაღაცა ესეთი გადამამუშავებელი ქარხნები, აბსოლუტურად სხვადასხვა რეგიონში მთელი რუსეთის მასშტაბით. ამან ბუნებრივია გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება. ამან გამოიწვია ის, რომ შეუძლებელი ამის დიდხანს ატანა. ჩვენ არაფერს იქ არ ბომბავთ, იქ იმას აქია აი 9 მაისთან დაკავშირებით რო იყო განცხადება, რომ თუ უკრაინელები ხა იქ აბედავენ და რამეს გაბედავენ იქ აღმომის დროს და 9 მაისის აღნიშნვის დროს ჩვენ გავანადგურებთ იქ უკრაინის ცენტრს. იცით ამ ხელა მოლოდინი ქონდათ მთელ რუსეთში
რომ რაღაცას პროვოკაციას მოაწყობდა ზელენსკი და ამითი მიცემდა საშუალებას მათ რომ დაესრულებინათ რაღაცა ერთი ხელის მოსმით უკრაინის ცენტრის განადგურებით, ასე ვთქვათ, დაესრულებინათ ეს ომი. ძალიან ცით მოლოდინი იყო, სხვათა შორის იგივე აი ამ თავარ ასე ვთქვათ ток-შოუებში რუსულ არხებზე რომ იქნება და ეგ იყოს დამთავრების ასე ვთქვათ წინაპირობა. მაგრამ ნუ აი ეს არ მოხდა, კიდე კარგი არ მოხდა, იმასაც საგადეყო აზრი რომ ეხლა ამდაგარი პროვოცირება არ მოეხდინა, აქედანაც არ გახდა საჭირო რომ ასე გაენადგურებინათ კიევი ამ შემთხვევაში და დაეხოცათ უამრავი ადამიანი, მაგრამ ეს განწყობა არცად არ გამქრალა ბუნებრივია და ეს მოლოდინები, რომელიც აქვს უკვე რუსეთის მოსახლეობას, ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს ხელისუფლებას. იმიტომ რომ ხელისუფლება უკვე ხედავს, რომ მის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებიც კი გარკვეულწილად აყენეკი არ ითხოვენ და რაღაცა მუშტებს კი არ აბრახუნებენ, მაგრამ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ხალხში ეს განწყობები სერიოზულია. ეს რას ნიშნავს? ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ამ განწყობების ადეკვატური ქმედებები თუ არ გადადგა რუსეთის ხელისუფლებამ, პუტინი დაკარგავს ძალიან ბევრ რამეს, რაც უპირველეს ყოვლისა დაკარგავს ნდობა. დაიწყება ამ ნდობის გრევა. ეხლა ნახეთ, პუტინი ხელისუფლებაში არის უკვე 26 წელია, ხო? ეგ მედვედევის 4 წელიწადს აღწევს. ხო, არის. ხო, 26 წელია ხელისუფლებაში. ჩვენ ცუდად გვახსოვს მაგის 4 წელი. ხო, 26 წელი ძალიან დიდი დროა იმისათვის, რომ თუნდაც ისეთ საზოგადოებას, როგორიც არის რუსული საზოგადოება, სადაც ეს цаრისტული ცნობიერება, შახი რო ჭირდება და ყაენი რო ჭირდება, სხვანაირად არავითარი დემოკრატია ჭირდება, ესეთი ვერტიკალი, ძლიერი მუშტის მქონე ხელისუფალი. იქაც კი ბეზრდებათ 26 წლის განმავლობაში ერთ და იგივე ადამიანი. ამიტომ ამ საზოგადოებას ამ ადამიანის მხრიდან მუდმივად სჭირდება აი უზარმაზარი იმედების, უზარმაზარი გამარჯვებების, უზარმაზარი რაღაცა წინსვლის წარმატებების, ტერიტორიების მომატების და რაღაცა ეს ველიკო ძერჟავნიკული იდეოლოგიის განვითარების და რაღაც წერვალზე ატანის მაგალითები. ეს თუ არ მისცა მან წარამარა ამ ხალხს ბოლოს და ბოლოს პუტინის ხურებით ხო წარმოგიდგენიათ ორი თაობა გაიზარდა უკვე თითქმის. და აღარ უნდათ ამ ადამიანებს და აი შესაბამისად ის რომ ჩვენ ვიმარჯვებთ, ის რომ ჩვენ ყირიმი დავიბრუნეთ და ჩვენი ტერიტორიები კიდევ უფრო გავზარდეთ. ეს რა თქმა უნდა უზარმაზარ პროფიტს აძლევდა და მიცა კიდევაც ხელმძღვანელ ხელისუფლებას რუსეთისას. ეხა ის რომ ვიბრუნებთ ასე თქვა ნავაროსიეს, ვიბრუნებთ დონბასს, ვიბრუნებთ ლუგანსკს, რუსულ ტერიტორიებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მოლოდინის თემა იყო და ამის ხარჯზე არის ეს ადამიანი რომ დიდი ვთქვათ ანგარიშით იგებს ხოლმე არჩევნებს. მაგრამ უცებ წარმოიდგინეთ 4 წელიწადით ხეპნის ერთი და იგივე ადგილს. ანუ დროა ეს ყველაფერი დამთავრდეს. დაიღალა ხალხი ძალიან. რუსეთშიც კი დაიღალნენ იმითი რომ არაფერი წინ აღარ მიდის. და საბოლოო ჯამში კიდევ უარესი ხდება აგერ ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთის სხვადასხვა შიდა ტერიტორიებს ბომბავს ეს უკრაინა და თან კაციშვილი ამის გამო პასუხს არცევს და მოსახლეობაში არის მსხვერპლი და ასე შემდეგ. ანუ თუ აქამდე რაღაცნაირად ომი არ ეხებოდა მათ და სადღაც სხვაგან იყო, ხო, სადღაც იქ დონბასში. უცებ ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემა გახდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ სირენები განგაშის მათ ქალაქებში ჩაერთო, ხო? აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ის განწყობები, რომელიც ახლა ამ შემთხვევაში არის რუსეთში, ძალიან სერიოზულ ზეგავლენას ახდენს რუსეთის ხელისუფლებაზე და კიდევ ერთი მიზეზი მგონია ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ამერიკის ფაქტორი, კონკრეტულად ტრამპის ფაქტორი. ეხლა როცა ბაიდენი იყო ხელისუფლებაში, რუსეთში ხალხმაც და ხელისუფლებამაც იცოდა შესანიშნავად, რომ ებრძვიან ერთიანად კოლექტიურ დასავლეთს. მათ შორის ევროპასაც და ამერიკასაც ერთად აღებულს. ყველანი ჩვენი მტრები არიან და ყველანი გვებრძვიან. ტრამპის მოსვლის შემდეგ ეს სიტუაცია ცოტათი შეიცვალა. ცოტათი კარგად შეიცვალა, იმიტომ რომ ტრამპმა განაცხადა, რომ მე აღარ მინდა ამ ომში მონაწილეობა, ამიტომ მე იქ აღარ ჩავერთვები, მე იქ ფულს აღარ მივცე, მე იქ ასე შემდეგ კი რაღაცა დახმარებებს კი რა თქმა უნდა უწევს მაინც ზელენსკის ვთქვათ იქნება ეს სადაზვერვო ინფორმაციები თუ რაღაცა იარაღი რომელსაც ჯერ ევროპას მიყიდის და მე ისინი აძლევენ და ასე შემდეგ, მაგრამ ასე ვთქვათ უშუალო პირდაპირ ჩართულობით ის აღარ გამოირჩევა. და ამიტომ რუსები ხა და პუტინი უპირველეს ყოვლისა ცდილობს
რომ რაღაცნაირად შეინარჩუნოს, რაც შეიძლება დიდხანს ტრამპის აი ესეთი ნახევრად ჩართულობა თუ ნახევრად ნეიტრალიტეტი როგორ დავარქვა ტრამპის ასე ვთქვათ გადამკიდედ რთულია რაღაცა კონკრეტული სახელი დაარქვა ხო დღეს ერთგოს ალბეორეს აკეთებ ზეგმესამეს ფიქრობს ხო და რაღაცა რთულია გამოკვეთილი სახელი დაარქვა მაგრამ აი ამ რაღაცა ნახევრად ფერმძიმობის მდგომარეობა უნდა რომ შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდხანს და გასაგებია ახლა ეს მომენტი რომ ბუნებრივია მთელ დასავლეთთან დაპირისპირება გაცილებით რთულია ვიდრე მაგალითად მხოლოდ ევროპასთან. ესეც რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არის ფაქტორი, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მგონია სწორედ ის, რომ ხალხის მხრიდან მოდის ეს ძალიან უკვე სერიოზული მოთხოვნა. ამიტომაც რუსეთი ახლა და ხელისუფლება ნელ-ნელა შეეცდება და გასაგებია, რომ უკვე დგამს ნაბიჯებს, რომელსაც ახლა თქვია ომის დამთავრებისკენ ნაბიჯის გადადგმა. შროდერის თემა კიდევ მგონია ცოტა სასაცილო, იმიტომ რომ ერთია რომ ახლა შეიძლება პუტინს უნდოდეს შროდერი, გასაგებია ახლა გერხარდ შროდერი იყო კანცლერი გერმანიის, რომელმაც რო დაამთავრა კანცლერობა წავიდა და არ მახსოვს თუ არ ვცდები როიეში თუ გაზპრომის დირექტორი იყო თუ გაზპრომის დირექტორად დაიწყო მუშაობა, ხო, ნუ წარმოიდგინე ხა, ნუ აი კომიკური აი მდგომარეობა წარმოიდგინე გერმანიის კანცლერი მიდის და რუსეთში სახელმწიფო გაზის კორპორაციის ასე ვთქვათ დირექტორი ხდება. საოცარია, მაგრამ ნუ დიდი ფული როგორც ეთქობა, ასეც იგიჟეებსაც ითვალისწინებს. ხო და ახლა შროდერი რომ უნდა პუტინს გასაგებია ახლა ის თლიანად უფრო მეტად ვთქვათ რუსული პოლიტიკური კუთვნილება არის შროდერი ვიდრე გერმანიის. ალბათ მას შემდეგ რაც საერთოდ წავიდა პოლიტიკის კანცლერის თანამდებობიდან, მაგრამ რამდენად უნდა ევროპას რომ შროდერი იყოს ახლა ვთქვათ ამ შემთხვევაში დიალოგის მხარე, ამას ვერ გეტყვით ახლა ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში, თუმცა ახლა თუ გერმანია და ევროპა გადაწყვეტენ რომ შროდერი რაღაც შედეგების მომტანია და ასე შემდეგ და შეიძლება მათ ინტერესშიც აღმოჩნდეს, ჯერჯერობით მე ევროპაში ვერ ხედავ გამოკვეთილ ინტერესს იმისა, რომ როგორმე ეს ომი დაამთავრა. ერთადერთი იძულებითი ფორმა, რაც მათზე ზემოქმედებს, ეს არის ისევ და ისევ შეერთებული შტატები და ტრამპის ძალიან მკაცრი პოზიციონირება ევროპელების მიმართ და უპირველეს ყოვლისა მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მალე ნატო აღარ იარსებებს და აგერ ბატონო მე უკვე დავიწყე გერმანიიდან ჯარების გაყვანა. ხო, შესაბამისად ეს იმდენად ზემოქმედებს ევროპულ პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ევროპა რჩება, ევროკავშირი ამ შემთხვევაში რჩება მთლიანად ასე ვთქვათ უსაფრთხოების ქოლგის გარეშე. იმიტომ რომ ყველა თესმის ახლა ის ბაქიბუქი მაკრონის და იქ ჯერ კიდევ მოყოლებული მერკელიდან და კიდევ ამ და შემდგომი კანცლერებისა რომ ჩვენ ახლა ჩვენ არმიას შევქმნით და ევროპული არმია გვეყოლება და იმას დაუბე იმის იმედად იქნება ევროპა დაცული, თვითონ ეცინებათ ახლა ამ თემაზე, იმიტომ რომ აგერ ნატოში არიან თავიდან ბოლომდე ამერიკელები აფინანსებენ ამ სამხედრო უსაფრთხოების ქოლგას და თვითონ 2% ვერ გადაუხდიათ ელემენტარულად იმისათვის რომ ამერიკელებმა დაიცვან ევროპელები და ეს ნატოს სისტემა რამდენადაც შეინარჩუნა. ეს ვერ გაუკეთებია, წარმოიდგინე და ეხლა ბუნებრივია საკუთარი ჯარის შენახვა თან გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსური რესურსის ასე ვთქვათ იმედად, ხო წარმოგიდგენი, ამას ალბათ 2 კი არა 20% იყოფა მათი ბიუჯეტების. აქედან გამომდინარე ეს ცოტა რთული რამ არის. აი ესე ძალიან სერიოზულად ზემოქმედებს. ეხლა შეიძლება ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში ძალიანაც კი უნდოდეთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს ომი, იმიტომ რომ ეს დიდი ფულია, უზარმაზარი მთელი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მუშაობს, უზარმაზარი იარაღი იყიდება, რუსეთის დასუსტების პოლიტიკა თავისთავად და ის საოცნებო სანიტარო რაღაცა დრო, როდესაც რუსეთი იქნება დასუსტებული, რაღაცნაირად ამით მათი ჭკუით ეს ყველაფერი ახლოვდება. ანუ ბევრი მიზეზი აქვს ევროპას, რატომაც არ უნდა რომ დაამთავროს ეს პროქსი ომი. უკრაინელები რო შეეწირენ ამას ყველაფერს და უკრაინაში უკვე ჯანმრთელი ადამიანი რო აღარ რჩება და ეს ერი რითი უნდა გამრავლდეს, კაციშვილი რო იქ აღარ ფიქრობს ამაზე, ეს სხვა თემაა. მაგრამ ევროპელებს რატო უნდათ ამ ომის დიდხანს გაგრძელება კიდე ეს გასაგებია. შესაბამისად ახლა, მაგრამ ერთადერთი არის ის, რომ ევროპა უკვე ხდება პრაქტიკულად მართლა დაუცველი რუსეთის წინააღმდეგ და ის შიშები, რომლებიც მათ აწუხებთ, რომ აი უკრაინის შემდეგ ახლა ეს რუსეთი აუცილებლად შევარდება და იქ გერმანიას აიღებს, მერე საფრანგეთს აიღებს და ასე შემდეგ, ნუ არიან იქ ისეთი თავგახურებული ადამიანები აშკარად, რომლებიც
რომლებსაც ეს ჯერათ, იმიტომ რომ ისეთი ისტერიით აჯერებენ და აწმუნებენ ამაში თავის საზოგადოებას, რომ არ ვიცი, ხა ეს არ ჯეროდეთ თვითონ, ალბათ ძალიან რთული იქნება ამ სისულელის სხვისთვის დარწმუნება. მაგრამ აშკარად ფაქტია, რომ ამისი აი ჯერათ არ ჯერა ყოველთვის ამას რომ ასეთ უტრირებას ახდენენ ამ თემის და რაღაცნაირად ამ თემაზე არიან ორიენტირებულები. ყოველთვის აი ამიტომაც არის ის მომენტი, რომ შეიძლება ევროპასაც რაღაცნაირი იძულებითი ფორმით გაუჩნდეს ვალდებულება, რომ რაღაცნაირად დაასრულოს ეს ომი. შევხედოთ, ყოველთვის მე ერთმნიშვნელოვნად მაგისი იმედი მაქვს, რომ ეს ოდესღაც ძალიან მალე მოხდება, ეს ომი დამთავრდება. ყოველ წელს გქონდა იმის იმედი, რომ აი ამ წელს დასრულდება ეს საგიჟეთი, დასრულდება ეს სისულელე, დასრულდება ეს არანორმალურობა, ეს არაადეკვატური ადამიანების ყოლა და ხოცვა. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ის, რომ ამ ომის დასრულებაზე ძალიან მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული ასევე მე სუბიექტური ინტერესებიც მაქვს ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას, სიმშვიდეს, სტაბილურობას რეგიონში, ასე ვთქვათ, ცეცხლის ჩაქრობას ბევრი პოზიტიურის მოტანა შეუძლია ჩემი ქვეყნისთვისაც, ხო? სანამ იქნება ომი რეგიონში და უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპა ეს ჩვენი რეგიონია. ხო, შავი ზღვის აუზია. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს ყოველთვის იქ აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს. იქნება ეს ეკონომიკური, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ ასე შემდეგ. მე მაქვს მაგალითად ძალიან კონკრეტული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ და ეს ომი უნდა დასრულდება ალბათ გარკვეულწილად რუსეთის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებზე და გარკვეულწილად რუსეთის მოთხოვნების, ასე ვთქვათ, რუსეთის მხრიდან დათმობების გათვალისწინებაზე. იმიტომ რომ აი თუნდაც იგივე რაც ანკორიჯში იყო საუბარი ალასკაზე, ხო, ყველაზე რეალისტური მგონია, როდესაც რუსები მიაღწევენ იმას, რომ უკრაინელები გავლენ დონეცკის და ლუგანსკის დარჩენილი რაღაც 10 თუ 12%-დან ტერიტორიებიდან, მაგრამ სამაგიეროდ ხერსონში, ზაპოროჟიეში აღარ ექნებათ იმის პრეტენზიები, რომ აი იქ ტერიტორიებს, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, იცით დატოვონ უკრაინელებმა. ანუ მაგაზე ასე ვთქვათ, დახუჭავენ თვალს და რაც მთავარია, უკრაინა არ დარჩება ოდესის გარეშე. თუ აი ეხლა დამთავრდება ეს ომი. აი ეხლა დამთავრდება, მნიშვნელოვანია. ხო, იმიტომ რომ ოდესის დაკარგვა და ოდესის ოლქის დაკარგვა უკრაინისათვის ნიშნავს ამ ქვეყნის დასრულებას. იმიტომ რომ უკრაინა ოდესის გარეშე ნიშნავს უკრაინა ზღვის გარეშე. და ზღვის გარეშე უკრაინა ეს არის პრაქტიკულად ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა, იმიტომ რომ ერთადერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც უკრაინას მთელი მსოფლიოსთვის გააჩნია, ეს არის მარცვლეული. 100 მილიონ ტონამდე მარცვლეული ყოველწლიურად, რომელსაც ვერანაირად ვერ გაიტან ტრაილერით და მიკროავტობუსით და თვითმფრინავით, ხო? ის ყველა შემთხვევაში უნდა გაიტანო უზარმაზარი ტანკერებით, რომლებიც რაღაცა იქ ასობით 1000 ტონის გატანას ახერხებენ ერთ ჯერზე. ეს თუ არ მოხდა, ჩათვალეთ, რომ უკრაინა ეკონომიკურადაც აღარ იარსებებს და ეს ქვეყანა ის ტერიტორიაც ვერ დარჩება, რაც ეხლა შეიძლება დარჩეს. ისიც კი ვერ განვითარდება. ამიტომ ხო შეუძლებელია ამხელა ტერიტორია და ამხელა ქვეყანა, კი აღარ იქნება ის 40 მილიონიანი, მაგრამ 20 მილიონიანი უკრაინის საკმაოდ დიდი ტერიტორიით მუდმივად შენახვას არც ერთი ევროპული სახელმწიფო ნამდვილად არ აიღებს თავის თავს. ამიტომაც ოდესის დატოვებით ალბათ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩება. შესაბამისად, ანუ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც დარჩება უკრაინისგან, მე რაღაცა ძალიან მაღალი ალბათობით ვფიქრობ, რომ ეს იქნება ნეიტრალური სახელმწიფო. ეს იქნება სახელმწიფო, რომელსაც არ ექნება არავითარი ამბიცია, პრეტენზია, ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული, რომ რომელიღაცა სამხედრო გაერთიანებაში უნდა შესვლა. მე არ ვიცი ხა, რომელი სამხედრო გაერთიანება შეიძლება არსებობდეს მაგ დროისათვის და იარსებებს თუ არა ნატო, ეგეც კიდე საკითხავია. ტრამპს თუ დაუჯერებთ. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ უკრაინას მოეთხოვება ნამდვილად ძალიან სერიოზულად ამ შემთხვევაში ეს რუსეთის ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი პირობა იქნება, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო. რუსო-უკრაინის ნეიტრალიტეტი, ნახეთ რაც გამოიწვევს პირველ რიგში 2008 წლის ბუხარესტის სამიტის ჩანაწერი ხო გვახსოვს ყველას, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ოდესმე ნატოს წევრები.
მე ვფიქრობ, რომ როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი დადგება და ამაზე გარკვეული შეთანხმებები იქნება მიღწეული ძალიან მაღალ დონეზე, ხო? იმისაც რომ ქვეყანა ნეიტრალური იყოს, ამისათვის სოფლიო დათვი და სოფლიო მგელი უნდა შეთანხმდება. კაცზე რომ ეს პატარა ცხვარი აღარ შეჭამო, ხო? ნუ ეხლა ცხვარმა რო დაიწყოს იმის ლაბარაკი, მე ნეიტრალური ვარ და ნუ შემჭამთო, არ იმუშავებს. ამიტომაც მოდესაც დათვი და მგელი შეთანხმდებიან იმაზე, რომ მოდი ეხლა ეს სახელმწიფო და ეს ცხვარი იყოს ნეიტრალური, მე მგონია რომ მოხდება გარკვეულწილად იმ ჩანაწერის გაუქმება თუ დეზავუირება თუ ამოღება თუ ასე შემდეგ, რაც რო გასაგებია ლოგიკურიც იქნება და ეხლა იქ რომ ბუნებრივია უკრაინას რომ მოიღებენ იმ ჩანაწერიდან, რაღაცა მე ეჭვმეპარება რომ იქ მეორე სიტყვა, ანუ გაჭრა შუაზე ეს წინადადება და საქართველოს იგი დატოვა. ამიტომ ძალიან სერიოზულად ვფიქრობ რომ გარკვეულწილად ეს სტანდარტი და ეს რეალობა გავრცელდება უკრაინის გარდა ძალიან ბევრ სახელმწიფოს. და მათ შორის საქართველოსაც. ანუ გულისხმობ მოლდოვას, საქართველოს, ну, ამ შემთხვევაში ხავია დავიწყებ იმის კიცებას, რა პროცესი შეიძლება განვითარდეს სამხრეთ კავკასიის დანარჩენ მიმართულებით, ხო, სომხეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით იქ სხვა პოლიტიკური დიალოგია. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მოკლედ ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს ჩემის აზრით პოზიტიურს საქართველოსაც. გულისხმობ ომის დამთავრებას. ამიტომაც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ომი მალე კი, ჩემთვისაც სასიხარულო ამბავი იყო, ოღონდ კიდევ ერთხელ ამბობ, ცოტა მოულოდნელი. მე რატომღაც მეგონა რომ 9 მაისზე ეს განცხადებები არ გაკეთდებოდა, მაგრამ ძალიან კარგია თუ ეს გაკეთდა, იმიტომ ჯერ ესეთი უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩება და მე მინდა რომ პრეცედენტი იყოს არა დანგრეული ქვეყნის, არამედ დაკარგული ტერიტორიები, რომელსაც როგორც ჩანს უკრაინა არ აღიარებს, ეს იქნება de facto ოკუპირებული ტერიტორია. რუსეთისთვის ალბათ მაინც გამარჯვება შეითვლება, რომ დონბასი მისია და ყირიმი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება. ყირიმი შეიძლება აღიარონ კიდეც რიგმა ქვეყნებმა. და მნიშვნელოვანი ერთი მომენტია, მე რამდენადაც ეხა საჯარო ინფორმაცია მაქვს, ესე იგი 1.5 ტრილიონამდე აპირებენ, ესე იგი პენტაგონის ბიუჯეტის გაზრდას და 1 ცენტი არ არის ჩადებული უკრაინის დახმარებაზე. ხო და ესეც ალბათ მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ ევროპამ გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკას. მეთანხმები ხო ალბათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ევროპა თან იცი რა არის, აბსოლუტურად მოყვები იმაში, რომ ევროპას ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი აქვს, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ომის შეჩერება ახლა არ აწყობთ, იმიტომ რომ ვაინავსოს პიშით ვიცით ეს დიდებული განცხადება, ნათქვამი და წამყვანი ევროპული ქვეყნები თავის გარღვეულ ბიუჯეტს აბრალებენ ახლა რუსეთ-უკრაინის ომს და ეს რო აღარ იქნება, მერე ყველას მოუწეს აი ის რაც მოხდა თუნდაც 2 დღის წინ ბრიტანეთში, როდესაც ადგილობრივ არჩევნებზე ლეიბორისტებმა ისეთი კრახი განიცადეს, რომლის მსგავსი მეუღლე არ ქონიათ, ხო, მაგათ ისტორია. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იყო ბოლოსო. თვითონვე თქვენ, და მე-20 საუკუნე, ანუ საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ასე მაპატიეთ ამ სიტყვაზე გაფარჩაკდა ლეიბორისტული პარტია. ნუ კატასტროფა. და სტარმერი იძახის რომ მე დავინახე ის მიზეზები, მაგაზე არ ლაპარაკობს რა მიზეზები დაინახა ხალხის უკმაყოფილების, მაგრამ ფაქტია რომ ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ მოსახლეობის ინტერესებზე და სოციალურ, ასე ვთქვათ, დახმარებაზე კი არ არის თანხა მიმართული, არამედ უკრაინელების პროქსი ომში იდება რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც ბრიტანელი მოქალაქე თავის თავზე მხოლოდ ნეგატიურად განიცდის. როდესაც ევროპაში, გერმანიაში, ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში კანცლერი გამოვა, წინა კანცლერი და გამოუცხადებს თავის ქვეყანას, რომ მეგობრებო, ახლა პატარა უნდა გავიჭიროთ და მაპატიეთ ამ სიტყვაზე და უნიტაში წყალი ეგება და ყოველთვის არ ჩარეცხოთ. წარმოიდგინეთ. ან როდესაც ცხელ წყალს მოუშვებთ აბაზანაში, შიგადაშიგ მოკეტეთ ხოლმე, რომ ეკონომია გააკეთოთ, აი ამ დონეზე რომ მივა გერმანიაში ადამიანის ცხოვრების მომენტი და ამის რჩევას რომ მიცემს ხელისუფლება, ნუ ახლა იმას როგორ უნდა კონდეს იმის იმედი, რომ არჩევნებზე რამე პოზიტიურ შედეგს მიაღწევს, ხო? ამიტომაც ესეც ჩემის აზრით ყველანაირად ზემოქმედებს ამ პროცესებზე. ბრიტანელებს დაარტყა აგერ ადგილობრივმა არჩევნებმა. მომავალ ფრანგები იგრძნობენ ბუნებრივია ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, იმიტომ რომ არც
მაკრონის მსგავსი ნეგატიური რეიტინგი ქონია დიდი ხანია რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს საფრანგეთში. იგივე მდგომარეობა აქვს უკვე ხდს და ხსს გერმანიაში. აქედან გამომდინარე, ხო, აი ეს ალტერნატივა გერმანიისათვის უკვე პრაქტიკულად მალე მარტო გადააჭარბებს თავისი რეიტინგით ქრისტიან დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების რეიტინგს ერთად აღებულს. ხო, შეიძლება კოალიციაც არ დაჭირდეს. შეიძლება კოალიციაც არ დაჭირდეს. კი, რა თქმა უნდა, მთელი ბრუსელი და ევროპა ყველაფერს გააკეთებენ, თავს მოიკლავენ, რომ როგორმე ახლა ეს ალტერნატივა გერმანიისათვის არ გავიდეს ასეთი სიძლიერით, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ეს მემარჯვენე პოლიტიკის გაძლიერება იმდენად იგრძნობა ევროპაში, იმდენად უკვე ყველა სახელმწიფოში არათ უბრალოდ თავი წამოყო, არამედ სერიოზული განაცხადებიც გააკეთეს მემარჯვენეებმა, რომ ამ ყველაფრის შეჩერებას ახლა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მისი ეს ფსევდოლიბერალური ისტებლიშმენტი ვერ შეძლებს ვერანაირად. და ამისი რესურსი შეიძლება მოლდავეთში ეყოთ ამის რესურსი და უცხოეთიდან მობილიზებული ხმებით სანდუს გაამარჯვებინეს, ან სიტყვაზე შეძლეს ვთქვათ შარშან რომ რუმინეთის არჩევნები გაეუქმებინათ, მაგრამ ასეთი მასშტაბის აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძალადობას ძალიან ეჭვმეპარება რომ შეძლონ ესეთი ძალადობა განახორციელონ გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქცე რომ ეს ყველაფერი უკვე არის აი ამ ფსევდოლიბერალური მემარცხენე არაადეკვატური პოლიტიკის სერიოზული აგონიური პროცესი ევროპაში. მე ვერ გეტყვით ხა საბოლოო ჯამში როდის დასრულდება ძნელი სათქმელია ეს ხდება ერთ წელიწადში, ორში თუ სამში, მაგრამ ჩვენ რომ უახლოეს მომავალში ამას ყველაფერს ვნახავთ, ამაში დარწმუნებული. მე თამამად შემილია ვთქვა, რომ აი ეს ამბები, რაც ახლა ამ უქმეებზე მოხდა შაბათ-კვირას, ეს არის რაც არ უნდა ხმამაღალი ნათქვამი იყოს საქართველოს გამარჯვება და დაგვირგვინდა დღევანდელი პატრიარქის არჩევნებით რა. იმიტომ რომ აი წარმოიდგინე, როგორც შენ სწორად ახსენე, მერცი მე აღარ მეგონა თუ შოლცის მერე ვინმე უფრო მეტად კომიკურ კანცლერს ვიხილავდი, მაგრამ ჩემ მოლოდინოს გადააჭარბა მერცმა. და მან ბრძანა რომ დამთავრდა გერმანიის სოციალური სახელმწიფო სტატუსი. ყველამ აიკაფიცეთ ხელი და თავი დაანებეთ, ეგრეთ ვთქვათ, საჭკავობას, გადით იმუშავეთ და ასე შემდეგ. ანუ მთელ სოციალურ პროგრამაზე უარი ითქვა, ხო? ეს არის ქვეყანა, რიგოლოს, რომელმაც შექმნა სოციალური საბაზრო ეკონომიკა. შექმნა მოდელი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა სოფლიო ეკონომიკურ კრიზისში გერმანია გამოიყვანა პროფიციტებით, საბიუჯეტო პროფიციტებით და გამოიყვანა გამარჯვებული, კიდევ უფრო გამდიდრებული და კიდევ უფრო გაძლიერებული სოციალური საბაზრო ეკონომიკა, რომელიც სხვადასხვა 59 წლიდან მოყოლებული მოიგონა ქრისტიან დემოკრატიულმა პარტიამ, სხვადასხვა მერცის პარტიამ, რომელიც კონრად ადენაუერის ხელმძღვანელობით მოვიდა მაშინ ხელისუფლებაში და შესაბამისად მათ შეძლეს აი ამ ხელა უზარმაზარი ეკონომიკური სისტემის შექმნა, უმნიშვნელოვანესი, რომელიც პრაქტიკულად გადაიღო მერე ყველა წარმატებულმა ევროპულმა, განსაკუთრებით ჩრდილო ევროპაში მყოფ სახელმწიფოებმა თავის სტანდარტად და აი ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ასე ვთქვათ, კანცლერი ამბობს, რომ დავამთავრეთ აი ამ სიგიჟის გამო, რომელიც თუმცა პროქსი ომში ფულის ჩადებას ნიშნავს და მილიარდობით დოლარი ევროს გადახდათ ამ რაღაცა ოქროს უნიტაზებში უკრაინაში, აი ამას შეწირეს ამ ხელა უზარმაზარი მონაპოვარი, რომელმაც მოგეუბნები 70 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა აქცია ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ ყველა სოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად. და რატო ახსენე, იცი, რომ ხა ჩვენ უნდა გადავიდეთ საშინაო საქმეებზე, უნდა ბუნებრივია საგარეო პოლიტიკის ვექტიმითი პრიზმით. რატო ამბობ, რომ ეს დიდწილად გამარჯვება? იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ევროპაში შიდა სოციალური პრობლემები ეს მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ მეტნაკლებად წნეხი ავერიდოთ რა. და მით უმეტეს ფინანსების უქონლობაც ალბათ ნელა-ნელა დაეთყობა ამ რაღაცა უაზრო გრანტებს და ასე შემდეგ. მე ხარ არ ვიცი მიზანმიმართული რამდენი თანხა მოდის, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ
რახან უკვე ფიშერი კვლავ განცხადებას აკეთებს და პაპუაშვილის ამონარიდი ვნახე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, რომ ისე თქვა რა, პაპუაშვილმა ერთი როდის წავაო რა, ფაქტობრივად ეს იყო რა. ხო და სანამ ეს ფინანსური რესურსები არ დაელევოთ, მანამდე როგორც ჩანს ჩვენზე იქნება იერიში და ეს მე რაც ამ უქმეებზე ვნახე, ეს არის მე მგონი ზუსტად ამ პრობლემების შეიძლება ითქვას კარგი დასაწყისი, რაც ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება და მე მაინტერესებს საქართველოს მიმართებაში შემდეგი რამ. ჩვენები იყვნენ ჩასული ერევანში და მე ყველგან ვაფიქსირებ ამას, რომ აუცილებლად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იურთიერთოს მეზობლებთან, ყველა სახელმწიფოსთან და მით უმეტეს მეზობლებთან. ამაში ცუდი არაფერი არ იყო. ამ ვიზიტს ჰქონდა ორმაგი შეფასება. სხვათა შორის, ჩემთვის საპატივცემულო ექსპერტებიც ზოგმა კრიტიკულად შეაფასა, რომ იქ ჩასვლა ალბათ უნდა ჩასულიყო, მაგრამ როგორც განვითარდა, ეს არ იყო სახარბიელო. მე მაინტერესებს შენი აზრი, აი წარმოიდგინე, როგორც კარგად ახსენე. სტარმერს ალბათ აიძულებენ რომ გადადგეს, იმიტომ რომ როგორც ბორის ჯონსონს მოუწყეს მინისტრთა კაბინეტში, მე მგონი 1/13 თავისი ნებით წავიდა და მინისტრთა კაბინეტი შემოიშალა, იძულებული იყო წასულიყო, რაღაც მსგავს სცენარი წავა ალბათ. მაკრონს იმპიჩმენტს ვერ მოუწყობენ, იმიტომ რომ ეს უფრო რთული პროცესია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ დაელოდებიან 27 წელს, მაგრამ ისიც სამსვლელია და მერცი ვახსენეთ, მერცაც დიდი ხნის პოლიტიკური ბედი არ უწერია და მაშინ მაინტერესებს ეს ვიზიტი რას მოიცავდა. თან იქ ზელენსკიმაც არ გაუშვა შანსი რომ ისულიყო ყობახიძეს და ხელი ჩამოერთმია მერე გაპიარდა ტელევიზორები და ასე შემდეგ და აი ეს პროცესი ევროპელებთან ჩვენი შეხვედრა და პარალელურ რეჟიმში მე ვიცი რომ თქვენ ტელევიზიას იმედს და კიდე უამრავი სანქცია არ არის მოხსნილი. როგორ შეაფასებდი გიორგი აი ამ პროცესს? ხო, ну ეს ძალიან მრავალ ვექტორული პოლიტიკური კონტექსტია და ძალიან ბევრი რამ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. კი ბატონო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დემონსტრირებული და გამოკვეთილი პოლიტიკური ხაზი, რომელიც უკავშირდება და ბუნებრივია, რომ ეს არის ერთადერთი ამ შემთხვევაში სწორი მიმართულება, რომელიც შეიძლება არსებობდეს დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს არის პროდასავლური კურსი. რა თქმა უნდა, პროდასავლური კურსი, როდესაც მე ვსაუბრობ პროდასავლურ კურსზე, მე არ გულისხმობ ამ პროდასავლურ კურსში ისეთ, თქვა, სიტყვაზე შიზოფრენიულ დამოკიდებულებას პროდასავლური მიმართულებით, როგორებიც აქვს მაგალითად აგერ ჩემი სახლიდან რაღაცა 2 კილომეტრში მდგარ აკაცუკებს, ხო? ესეთი დამოკიდებულება მე არ მაქვს, რომ იქ როგორ შეიძლება ვინმეს ხელი ჩამოართვა, რატომ უნდა ჩამოართვა, ზელენსკის რო გამოუცხადეს კიდევ ბოიკოტი ჩვენს მიტინგებზე, რომ ყობახიძეს ხელი ჩამოართვა, ну ეს შიზოფრენიის იდეალური, ასე ვთქვათ, გამოვლინებაა და ну საოცარი, ასე ვთქვათ, მასალა აქვს ფსიქიატრიას იმისათვის, რომ ამ ყველაფრის შესწავლით რაღაც ახალი მიმართულებები განსაზღვროს შიზოფრენიაში. საქართველოს ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა ჩასულიყო და აბსოლუტურად სწორი იყო, რომ ჩავიდა იმ თუნდაც არაფორმალურ სამიტზე, რომელიც იყო ამ შემთხვევაში ერევანში. რა თქმა უნდა, აგერ სამი სახელმწიფო ამიერკავკასიაში და სამი სახელმწიფო, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან განსხვავებული პოლიტიკური კონფიგურაციის კონტექსტში, არა მარტო შიდა პოლიტიკური მიმართულებით, არამედ საგარეო პოლიტიკური მიმართულებითაც, მაგრამ მაინც ვცდილობთ რაღაცნაირად რომ რაღაცა საერთო ინტერესები გავსაზღვროთ, საერთო ეკონომიკური იქნება ეს, სატრანსპორტო, ენერგეტიკული თუ რაღაცა მიმართულებით, მოკლედ ვიპოვოთ ის საერთო ჯაჭვის რაღაც კონტურები, რომლებიც მოგცემს საშუალებას რომ რაღაც მშვიდობა შევინარჩუნოთ. და ჩვენ გვაქვს იდეალური ამ შემთხვევაში ფორმატი, როდესაც ძალიან კარგად ვახერხებთ და ბევრჯერ მოვახერხეთ კავკასიაში რაღაცნაირი დამბალანსებლის როლი შეგვესრულებინა, ხო? და ეს ძალიან კარგად გამოგვივიდა, ძალიან სწორად გამოგვივიდა და იმედი მაქვს კიდევ არაერთხელ შევძლებთ ამ მართლობას. რაც შეეხება ხა ერევანში ჩასვლას, ბუნებრივია, ჩვენი ხა მიუხედავად იმ ჩვენს მიმართ გარკვეული აგრესიული დამოკიდებულებისა, რომელიც აქვს ბრიუსელს და ბრიუსელში მყოფ გარკვეულ, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიას,
ჩვენი მხრიდან მიუხედავად ამისა, მაინც არ შეიძლება იქნას დაშვებული ერთი წამითაც კი იმის ასე ვთქვათ ჩვენება, რომ თითქოს და საქართველოს არის მიზეზი რაიმე ფაქტორის, რაიმე კონტექსტში დაპაუზებისა, რაიმე ურთიერთობის. იმიტომ რომ თუ დააკვირდით 2024 წლიდან მოყოლებული ნოემბრიდან, როდესაც ირაკლი კობახიძე თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ საქართველოს არანაირ პროცესს ევროკავშირში გაწევრიანებისა არ წყვეტს, უბრალოდ ჩვენ აღარ დავაყენებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ მიგვიღეთ, აღარ დავაყენებთ ამ მოთხოვნას, იმიტომ რომ შემდეგ ამ მოთხოვნებს უაზროდ მოყვება მილიონი რაღაცა ზეწოლა, მილიონი აგრესია, რაღაცა ისინი სანქციები და ასე შემდეგ. და ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასე ვთქვათ ნორმების შესრულებას, დაახლოებას, ჩვენი ასე ვთქვათ ეკონომიკა იქნება ეს თუ დანარჩენი მიმართულებები ევროკავშირთან და შესაბამისად, როდესაც 2028 წელს დაიწყება ახალი გაფართოების პროცესი, დაველოდებით ამ მომენტს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაფიო და გასაგებად იყო ნათქვამი, რომ პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ რაიდანაც გინდა იქიდან მიაბა მყუთს და გახდი ამას ასე საპროვოკაციო თემას და დაიწყო მთელი ისტერია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოს შეწყვიტა ურთიერთობა დასავლეთთან. ამაზე ოცნებობს, მინდა გითხრათ, მთელი ეს რადიკალური ნაცკლასტერი და მისი პარტიუკები. ასე ვთქვათ რა, აი რადიკალურ ოპოზიციას რო ვეძახით, არაადეკვატურ გიჟებს. რადიკალურის კიდე ძალიან სასაცილო არის მათთან მიმართებაში ამ სიტყვის ხმარება, თვითონ სიტყვა რადიკალიზმი გაცილებით მეტ შინაარსს იტევს, ვიდრე მათი რაღაცა შესაძლებლობებია ზოგადად. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი ოცნება, რომ როგორმე დაამტკიცონ და დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ქართული ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ჩვენი არის პირველ მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ევროპასთან ურთიერთობები დაძაბული. ხომ მეტი არაფერზე არ საუბრობენ მათი, ასე ვთქვათ, ამ რაც პრესცენტრებად ქცეული მედია საშუალებებიდან, რომ როგორ შეწყვიტა ქართულმა ოცნებამ დასავლეთთან ურთიერთობა და ის რომ ეხა მარკეტა გრეგოროვა და რასა იუკნევიჩიანი ჩვენ გვანგავენ, ეს თურმე იმიტომ ხდება, რომ ქართულმა ოცნებამ შეაჩერა სწრაფვა ევროპისკენ. ამის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეხა ერთია, როდესაც მათ რაღაცა უნდათ, მეორეა, რომ რაღაცის დამტკიცებას ვცდილობენ, მაგრამ მესამეა რეალობა და ობიექტური სიმართლე, რომელიც საზოგადოებაში არ არის დამალული და არიან უამრავი მედია საშუალებები, ექსპერტები, პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები და ასე შემდეგ, რომლებიც ყოველდღიურად საზოგადოებას უხსნიან, რომ შემთხვევით ვინმე შეცდომაში არ შეიყვანოს და რეალობაზე რომლებია, რომ ასე არ არის. და თვითონ არც ხელისუფლება არ ზარდება იმ საქმეს, რომ ეს ყველაფერი ყოველდღიურად აუხსნას მოსახლეობას. ხანდახან ვინმე შეიძლება იფიქროს, რომ აუ რა თქმა უნდა ამას ამდენი ლაპარაკი და ამდენი ახსნა განმარტება. უნდა, იმიტომ რომ თუ ადამიანებს ერთი და იგივეს არ მოასმენინებ ძალიან ხშირად, ძალიან ადვილია იმის დავიწყება. სამწუხაროდ ესეთი არის ამ PR ტექნოლოგიების შინაარსი. აქედან გამომდინარე, ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ქართული საქართველოს დელეგაცია სახელმწიფო პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასე ვთქვათ, პრინციპულად რაღაც დემარშის ფორმით არ ჩასულიყვნენ ამ შეკრებაზე. ბუნებრივია, მე ვერანაირად ვერავის ვეღარ აუხსნი და ვერავინ, რომ თქვა ჩვენი ბრალი არ არის ის საგიჟეტი, რომელიც თქვა სიტყვაზე ამ ფსევდოლიბერალურ ევროკავშირს და ბრიუსელის ხელმძღვანელობას, ევროკომისიის ხელმძღვანელობას ატეხილი აქვს ჩვენთან მიმართებაში. ამიტომ ეს იყო ერთმნიშვნელოვნად სწორი პოზიცია. მე ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს ფიქრობდი და მაინტერესებდა სხვათაშორის ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასაც, ანალიტიკოსსაც, ექსპერტსაც ვკითხე რა აზრი ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა უკრაინის პრეზიდენტის რა გახდა უკრაინის პრეზიდენტის ამ ინიციატივის ასე ვთქვათ წინაპირობა, რომ თვითონ გამოთქვა სურვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის. ხა ხო ცოტა ისეთი მოულოდნელი რამ იყო, ცოტა უცნაური, იმიტომ რომ დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, გიორგი, წარმოიდგინე. ხო, დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, ეს ერთია, მეორეა ის, რომ მას დასანქცირებული ყავს კობახიძე. კი ბატონო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ყავს დასანქცირებული. ამაზე მეტი რა უნდა იყოს ხა? დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება არ ქონდეს რამე სახელმწიფოსთან, მაგრამ ასეთი უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა არ იყოს. მაგრამ როდესაც პრეზიდენტი დაგისანქცირებს პრემიერ-მინისტრს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხა სიმართლე გითხრა, ალბათ არც ბევრს არ გაუკვირდებოდა
რომ ირაკლი ყობახიძეს მისთვის ხელი არ ჩამოერგა. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ასე არ გააკეთებდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და არც უნდა გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნდა ჩამოერთვა ხელი, იმიტომ რომ ის ამ შემთხვევაში მისთვის აი ესე ვთქვათ, პერსონალური პირადი მომენტები შეიძლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სახელმწიფოებრივებზე მნიშვნელოვანი. და სახელმწიფოს ხვალინდელი დღე და კონკრეტულად რაღაცა თუნდაც აი ესეთ მდგომარეობაში მყოფ უკრაინასთან ურთიერთობების გაჯანსაღება რა თქმა უნდა პრიორიტეტი უნდა იყოს და ძალიან სწორადაც მოიქცა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რატომ გადაწყვიტა ეს ამ შემთხვევაში ზელენსკი. სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულია, ბევრნაირი სხვადასხვანაირი პასუხი მივიღე და ანალიზიც ბევრი სხვადასხვანაირი მოვისმინე, მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო რეალისტური მაინც მიმაჩნია ის, რომ გარკვეულწილად აი ამ პროცესზე ზემოქმედება მოახდინა შეერთებული შტატების პოზიცია, რომელიც ყველანაირად ცდილობს გარკვეულწილად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაღაცნაირი ძაფები და კონტურები გააჩინოს და რაღაცა ესეთი ურთიერთობის რაღაცა ძაფები გააჩინოს საქართველოსთან და ძალიან ფრთხილად, მაგრამ იწყებს რაღაცა სერიოზულად ახალი ურთიერთობების დალაგებას. რატომ არ მოხდა აქამდე ეს ურთიერთობების დალაგება? იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს და ამ შემთხვევაში კონკრეტულად პრეზიდენტ ტრამპს არ ქონდა ძალიან გამოკვეთილი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს იგივე მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ. აი უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ვითარება ძალიან ბევრნაირად შეიძლება წარიმართოს და ამიტომ წინასწარ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით ურთიერთობის წარმოქმნა, ან უკვე რაღაცა შესვლა ღრმად ურთიერთობაში შეიძლება ცოტა ნაადრევად ჩაითვალათ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს საკითხი, ყველა ეს თემატიკა, ყველა ეს სირთულე, ყველა ეს რაღაც გაურკვევობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ამ ურთიერთობებში, წამში დასრულდება, როგორც კი დასრულდება უკრაინის ომი და ყველასთვის ნათელი იქნება, როგორი პოლიტიკური სტანდარტები და სტრუქტურა მოეწყობა უკვე უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში ამ ომის შემდეგ. მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება უკვე ითქვას, რომ კონტურები ჩანს უკვე. ჩანს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რადგან დავიწყეთ საუბარი, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკვე ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, განცხადები ისმის. ის რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში ორივე მხრიდან, მათ შორის აი ზელენსკის განცხადებებიდანაც, რომ აი შეხვედრაზეც კი შეიძლება იყოს საუბარი და რაღაცნაირად პოზიტიური შეფასებები მიეცა იმას, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შეიძლება თეორიულად მაინც დასაშვები იყოს, რაც აქამდე სულად წარმოუდგენელი იყო, ხო? ანუ მე იმის საბირთილება ვრჩება, რომ ამერიკელების მხრიდან გარკვეული სიგნალები, როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერი იყო უკრაინასთან მიმართებაში, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული ურთიერთობების მოწესრიგებაზე იფიქრონ. მე მესმის, რომ ეხა უკრაინელებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მაინც ევროპული პოლიტიკა არის და ევროპელების იმედად აწარმოებს ის, რასაც აწარმოებს დღეს, მაგრამ ეხა ამერიკული ინტერესების ჩამოწერა უკრაინელებისათვის წარმოუდგენელი რამ რო არის, ესეც გასაგებია. ამიტომ გარკვეული გათვალისწინება ამერიკიდან წამოსული პოლიტიკური გზავნილების, სიგნალების, მიმართულებების, სურვილების გარკვეულწილად მგონია, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი გავლენა უნდა ქონოდა ამას. მე სხვანაირად ეხლა წარმოუდგენლად ვიმაჩნია, რომ ან ბრუსელიდან, ან ლონდონიდან ყოფილიყო რამე დავალება ზელენსკისთან მიმართებაში, თუნდაც საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგების კუთხით. მაგრამ ის რომ ეს არ იყო შემთხვევითი, რაც მოხდა ერევანში, დადასტურდა მეორე დღეს თუ მესამე დღეს, ხო, როდესაც სიბიგამ ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს დაურეკა და პირადი საუბარი ჰქონდათ ურთიერთობების გარკვეულწილად მოწესრიგებაზე. საბოლოო ჯამში კარგია, რომ ეს დიალოგი იმაზე, რომ ურთიერთობები უნდა მოვაწესრიგოთ, დაიწყო. მე ველოდები ახლა, როდესაც ეს დიალოგი მივა იქამდე, რომ რა ეშველება იმ გაფუჭებულ საქმეს, რომელიც აქამდე მოყვა, ხო? რა ეშველება ამ დიპლომატიას, რა ეშველება რომ სანქციები გაბდადებული, რა ეშველება თქვენ არაადეკვატურ განცხადებებს, რა ეშველება ადეიშვილი და ლორд კიფრანიძე რო ყავთ იქ, სააგაშვილის გამოშვებას რო ითხოვ კიდე და რაღაც სისულელეებს, ხო? აი აქამდე ხომივა ეს საუბარი აუცილებლად. სხვანაირად არ გამოვა, მარტო იმაზე ვერ ვილაპარაკებთ ეხლა ჩვენ უკრაინელებთან, რომ კი აუცილებლად ჩვენი ქვეყნები დიდი ხანია მეგობრობენ და მომავალში უნდა ვიმეგობროთ. ეს კარგია, ამით იწყება, ასე უნდა დაიწყოს ყველანაირი დიალოგი, მაგრამ აუცილებლად სადღაც რაღაც ეტაპზე მივა იმ პრობლემებამდე, რომელიც უნდა მოგვარდეს. აი მაშინ იქნება მთავარი, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი ეტაპი.
აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ ეს სამიტი არაფორმალური, მაგრამ მაინც ევროპული სამიტი იყო ჩვენთვის ძალიან პოზიტიური, ძალიან წარმატებული და ძალიან კარგადაც გამოვიყენეთ ამ შემთხვევაში. ერთი რომ არავის არ დაუტოვეთ იმის თქმის საშუალება რომ საქართველოს რაღაცა თავის მხრივ ამღვრევს წყალს ევროპასთან და ის არ ურთიერთობს ან დემარშებს აწყობს, კაციშვილს ენა ვერ მოუბრუნდება მაგასთან დაკავშირებით და მეორე ის რომ გარკვეული მართალი გითხრათ ჩემთვის სულად მოულოდნელი და არა მარტო ჩემთვის ყველასთვის მოულოდნელი რამ აღმოჩნდა თქვათ იგივე უკრაინასთან ამ ურთიერთობების რაღაცა ნორმალიზების, რაღაცა სხივების გამოჩენა, რაც ყოველდღიურად პოზიტიური იყო და დანარჩენი შეგვიძლია გავაანალიზოთ ვის რაში ჭირდებოდა ეს სამიტი ერევანში, უკრაინას რაში ჭირდებოდა, ევროპას რაში ჭირდებოდა, რუსეთი როგორ უყურებს ამ ყველაფერს, ეს კიდევ ცალკე უზარმაზარი თემაა, რომელიც შემდგომში შეიძლება გავაანალიზოთ. და ბოლოს გიორგი ყველაზე ესეთი უხერხული სენსიტიური და მტკივნეული თემა. ჩვენ ვისაუბრეთ რომ უკრაინის კონფლიქტზე და ყველაზე დიდი ვარიანტი იმისა, თუ როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი, რომელსაც არ დაერქმევა ომის დასრულება, ეს იქნება, ასე ვთქვათ, პაუზის აღება, სამშვიდობო ხელშეკრულება დროებითი. ანუ დაშორიშერება მოხდება ძალების, დე-ფაქტოდ დონბასი, დონეცკი, ლუგანსკი, ანუ დონბასი გადადის რუსეთის მმართველობაში, პრეტენზია მასზე არავის არ აქვს. ყირიმი, რაც გადაწყვეტიანება, მაგრამ ყველაზე ცუდი რამ რჩება, მე ვფიქრობ საქართველოსთვის, ცუდი შედეგი. ანუ რა, არ ხდება ამის საერთაშორისო დონეზე აღიარება. ბუნებრივია დასავლეთი ამას ხმამაღლა არ ეტყვის, მაგრამ დე-ფაქტოდ ეს რჩება რუსეთის ტერიტორიებად ითვლება, რუსეთის გავლენის ქვეშ და ჩვენ გვაქვს მსგავსი პრობლემა. შესაძლოა აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის ტერიტორია არავინ აღიაროს რუსეთის გარდა და 1-2 ისეთად ნაკლებად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს გარდა, მაგრამ დე-ფაქტო იქნება რუსეთის გავლენის ქვეშ და აი ამ პრეცედენტს თუ მივიღებთ უკრაინაზე, ხომ არ ატყობ, რომ შესაძლოა რუსეთი როცა უკრაინის კონფლიქტს დაასრულებს და ამიერკავკასიაში მას საფუძვლიანი ინტერესები აქვს, აი როგორ ფიქრობ, ხო არ იქნება ალკისებლად ამ მოდელის გადმოტანა საქართველოში? პრაქტიკულად ეს მოდელი უკრაინიდან კი არ გადმოვა საქართველოში, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოსთან გავრცელდება ალბათ უკრაინაზე. ანუ საქართველოსში არსებული რეალობა გახდება უკრაინის მოდელიც, იმიტომ რომ პრაქტიკულად თუ დასავლეთმა არ აღიარა თქვათ დონეცკი და ლუგანსკი, ეს იქნება ზუსტად ანალოგიური ვითარება. დასავლეთი თუ აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მასე დასავლეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც. მაგრამ დე-ფაქტო მდგომარეობით რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% და ექნება ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების 20%, ხო, თუ მეტი ცოტა. შესაბამისად, ანუ რეალურად ეს იქნება ყველაზე სამწუხარო და ყველაზე არასასიამოვნო რეალობა, ბუნებრივია, აი ამ სტატუს კვოს რაღაცნაირად კიდევ შენარჩუნება და მისთვის სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივება წარმოადგენს, რასაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს უკრაინული ვარიანტიც, ხო? მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ თქვათ გარკვეული სიახლეები შემოვიდეს, თქვათ ამ გეოპოლიტიკურ პროცესში. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ძალიან მკაფიოდ განსხვავებით ამ შემთხვევაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისგან ძალიან მკაფიოდ და პრინციპულად ითხოვს ლუგანსკის, დონეცკის და ყირიმის აღიარებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ნუ მას არ აქვს გარკვეული დიდი იმედი რომ ევროპელები ამას ისამენ, მაგრამ ნუ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღიარება ნიშნავს სუმცირე ლუგანსკის და დონეცკის კოსოვოზაციას. როდესაც ამერიკელებმა აღიარეს კოსოვო და მერე აი გინდა უღიარებია ეხლა ის ვინმე სხვას და გინდა არ უღიარებია, ხო? კოსოვო დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ რომ ამერიკამ აღიარა, ამერიკის ყალდაყვა სხვა
ასე ვთქვათ, ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფოებმაც. ამიტომ აქედან გამომდინარე რუსეთისათვის თუნდაც ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამიტომაც ცდილობს ჩვენ ამით დავიწყეთ საუბარი, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება რუსეთი ომის დამთავრებისკენ თვითონაც გამდეს ნაბიჯს, არის სწორედ ის, რომ შეინარჩუნოს ამერიკელების ეს ნახევრად მშობიარე მდგომარეობა მათ მიმართ, ნახევრად ვთქვათ, მეგობრული თუ ნახევრად ნეიტრალური თუ ნახევრად რაღაცა ასე ვთქვათ, ჩაურეველი. აქედან გამომდინარე არის სწორედ ამისი მოლოდინი და ტრამპის ექსცენტრიული ბუნების გათვალისწინებით ნამდვილად არაფერია გამორიცხული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ტრამპისთვის ახლა არც დონეცკის და ლუგანსკის თქვა სიტყვაზე რუსულ ტერიტორიებად აღიარება არ წარმოადგენს რამე პრობლემას, თუ ამის სანაცვლოდ ძალიან დიდი მისი ინტერესი იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული, ხო? შესაბამისად, თუნდაც ის რაც ტრამპი ამდენი ხანია ცდილობს, რომ მოიპოვოს რუსულ-უკრაინული ომის დამამთავრებლის სახელი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ტრამპისთვის, იმიტომ რომ ამაზე აწყობა მთელი თავისი საარჩევნო კამპანია, მეორე დღესვე უნდა დაემთავრებინა ეს თემა და აგერ წელიწადნახევარია ვერაფერს ვერ უშვება. აქედან გამომდინარე, მისთვის ეს უზარმაზარი წარმატება იქნება და ყველას გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დამთავრება ტრამპისთვის შემოდგომამდე. ანუ სენატის არჩევისა, კონგრესის არჩევნებამდე, ხო? იმიტომ რომ ეხა ვერ აქვს ტრამპს კარგად ამ შემთხვევაში რეიტინგული მდგომარეობა, გასაგები მიზეზების გამო, ვერ დაამთავრა ომი უკრაინაში, წარუმატებლობა ირანში, ფასების ავარდნა საწვავზე, პრაქტიკულად, ნუ აი რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა, გავიდი არ გავიდე, დავრჩე არ დავრჩე, დავიმუქრო არ დავიმუქრო, ანუ იძახის გავიმარჯვო, მაგრამ ირანში ამის შესახებ არაფერი იციან. მოკლედ სიტუაცია არ არის კარგი სახარბიელო. ეხლა ჭირდება გამარჯვებები, ჭირდება რაღაც კონკრეტული შედეგები. იმიტომ რომ თუ კონგრესში ტრამპი დამარცხდება და დემოკრატები სერიოზულ შედეგებს დადებენ, ძალიან გაუადვილდება დემოკრატებს ტრამპისთვის იმპიჩმენტის პროცესის წარმოწება, იმიტომ რომ როგორც თვითონ ამერიკელები საუბრობენ და ამერიკელი ანალიტიკოსები ძალიან ბევრი ამისათვის რეალური წინაპირობა არსებობს და შესაძლებელია რომ ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული შედეგითაც დასრულდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ რაც იმას არ ნიშნავს მხოლოდ რომ ტრამპი ამის შემდეგ უბრალოდ საპრეზიდენტო სკამს დაკარგავს. არა. ტრამპი ამის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში და ტრამპზე სასამართლო პროცესები განახლდეს და კიდევ უფრო დიდი ძალით. რაც ამ შემთხვევაში სულ სხვა გამოწვევაა კიდევ ვიდრე მხოლოდ დალაუფლების დაკარგვა. ამიტომ ტრამპისათვის ძალიან ესეთი ჯემთლად არა, მაგრამ დიდწილად საიტნოტური მდგომარეობის კონტექსტია, მან თუ რამე არ შეცვალა, მან თუ საზოგადოება არ მიიყვანა რაღაცა საზოგადოებაში არ გამოიწვია რაღაცა დადებითი იმპულსები, ძალიან გაუჭირდება. თან ამერიკა ეს არის საზოგადოება, რომელიც არ წყვეტს სექტემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას, ამერიკელები არ იღებენ იანვარში. ან თებერვალში. ამერიკელები ისე ოქტომბერში მისაღებ გადაწყვეტენ, ოქტომბერშია ხო თუ ნოემბერში? ნოემბერში, 3 ნოემბერში. აი ამ გადაწყვეტილებაზე ფიქსს, ზრუნვას და სერიოზულ დაბრუნებებს დაიწყებენ სექტემბრის შუა რიცხვებიდან. ანუ სექტემბერში არსებული მდგომარეობა მის ასე ვთქვათ ჯიბესთან მიმართებაში, მის სოციალურ მდგომარეობასთან ბენზოგასამართ სადგურებზე საწვავის გალონის ფასიდან გამომდინარე უკვე მოახდეს სექტემბრიდან ამ ყველაფერზე ზეგავლენას. ამიტომ სექტემბრამდე უნდა მოახდინოს ამ კაცმა რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი და აქედან პირველი არ გათქმა უნდა ირანში უნდა დაასრულოს ეს კონფლიქტი ისე რომ იქიდან გამოვიდეს სახეშენარჩუნებული და თუ მოახერხებს იმას რომ უკრაინული ომი დასრულდება და ამას რა თქმა უნდა ეხლა დიდი სიამოვნებით მიიწერს და არ ამგონია რომ პუტინი ძალიან დიდ წინააღმდეგი წავიდეს რომ ეს ყველაფერი მიიწეროს ტრამპმა, მიცემს ამის საშუალებას ნამდვილად. ამიტომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან დიდი ინტერესია. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ რომ რუსეთისთვის გარკვეული, ასე ვთქვათ, კოჭის გაგორება მოხდეს ტრამპის მხრიდან ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ნახე რუსეთი მუდმივად აკეთებს აპელირებას იმაზე, რომ ის არ დათანხმდება არავითარ შემთხვევაში რაღაც დროებით ზავს. რაღაც ისეთ ზავს, რომელიც ხვალ შეიძლება ისევ დაირღვეს და განახდეს. ანუ მას სჭირდება ძალიან მკაფიო შეთანხმება კონფლიქტის დასრულებაზე და შეთანხმება იმაზე, როგორ იცხოვრებენ ამერიკა და რუსეთი
ამ ომის დასრულების შემდეგ. აი ეს ჭირდებათ ყველანაირად. თუ გავითვალისწინებთ ამერიკელების უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს, მის მიხედვით ამერიკელები ძალიან სერიოზულად აპირებენ, რომ მთლიანად გადაერთონ თავიანთ ნახევარსფეროზე. აკეთ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში დაიტოვონ ისრაელი, იქ ვიეტნამი, კამბოჯა, იაპონია, თქვათ ბრიტანეთი და პრაქტიკულად დამთავრდა. ხო, შესაბამისად. ანუ ისეთი ვითარება, ხო, ავსტრალია და ახალი ზელანდია. შესაბამისად ისეთი ოკეანის აუზია. ხო, აი ეს ოკეანია და შესაბამისად ისეთი დაბეჭდილება რჩება, რომ გარკვეულწილად ამერიკელები თანხმდებიან, რომ უნდა იყოს მრავალპოლარული ეს სამყარო, სოფლიო და თანხმდებიან იმას, რომ რაღაცა ერთ-ერთი პოლიციელი უნდა იყოს იქ რუსეთი, ერთი პოლიციელი უნდა იყოს ჩინეთი. შესაბამისად და აი ფიქრობთ, რომ ტრამპი ხო არ არის პოლიტიკოსი, ტრამპი ბიზნესმენია. ის თვლის, რომ ასეთ სამყაროში ფულის კეთება გაცილებით უფრო სტაბილურად, გრძელვადიანად და მომგებიანად შეიძლება, ვიდრე როდესაც გაქვს ერთპოლუსიანი სამყარო, ყველაფრის პოლიციელი შეხარ და შენი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ნახევარი უნდა ხარჯო იმაში, რომ დედამიწის ზურგზე ატარმოო მილიონი ომი და შეინახო უამრავი ბაზა და არმია და ყველას ევომო და ასე შემდეგ. ხო, აი რაღაცა ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამ ადამიანისათვის ფულის საკეთებლად მრავალპოლარული სოფლიო რაღაც გაცილებით უფრო მომგებიანია, მით უმეტეს თუ სხვა პოლიციელებთან შეთანხმებული იქნება. ამიტომაც მე არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ცოტა სხვა მოდელზე იყოს საუბარი, მით უმეტეს რომ რუსეთი ამას ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად აყენებს, რომ ეს უნდა იყოს გარკვეულწილად აღიარება რუსეთის ტერიტორიების და ეს არ უნდა იყოს რაღაც ჰაერში გამოკიდებული. თუ რუსეთი ამ პოზიციას ბოლომდე დაიჭერს და ბოლომდე უხეშად რო ვთქვა ბაბატეთავს მიაწვება ამ ინტერესს, რომ სხვანაირად ის არ დათმობს და კიდევ ამბობ აქედან ტრამპს ძალიან სერიოზულად ვადები და დრო უჭერს იმაზე, რომ რაღაცნაირად ეს პროცესი დაასრულოს და ეს კი ნიშნავს, რომ რაღაცაზე უნდა დათანხმდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან საინტერესო ახალი კონფიგურაცია მივიღოთ უკრაინაში, რაც ჩემი აზრით შემდეგ უკვე გარდაულად თუ იმ მიმართულებით წავიდა, რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? გარდაულად გარკვეული პოზიტიური მოვლენების მომტანი შეიძლება იყოს გარკვეულწილად რეგიონში, თუნდაც იმ კონტექსტში, რომ ნეიტრალური სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, სტატუსი მოლდოვასთვის და საქართველოსთვის შეიძლება ძალიან ბევრი სიახლის მომტანი იყოს, თუნდაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტისთვის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იხსნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად უდგას, რომ სამხრეთ კავკასიაში შემთხვევით არ აღმოჩნდეს მისთვის მტრულად განწყობილი სამხედრო ძალები, ბაზები და თუ ჩვენ ამერიკის სამხედრო უშიშროების კონცეფცია გრძელვადიანი ვახსენეთ, რუსეთისაც უნდა ვახსენოთ, სადაც პირდაპირ გამოკვეთილად წერია, რომ თუ სამხრეთ საზღვრებზე აღმოჩნდა იმის საფრთხე, რომ შეიძლება იქ განთავსდეს რუსეთისათვის სრულად განწყობილი სახელმწიფო სამხედრო ბაზები, იგულისხმება რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ნატო და შეერთებული შტატები, რუსეთი ადლევს თავის თავს პირდაპირ უფლებას, რომ აი ამ საფრთხის ასაცილებლად, რომელიც მისთვის არის ეგზისტენციალური, გამოიყენოს ყველა შესაძლო სამხედრო, ასე ვთქვათ, საშუალება და მოახდინოს ამ საფრთხის ლიკვიდაცია. აქედან გამომდინარე, თუ ეს საფრთხე აი ამ გარკვეული შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება ომის შემდეგ დარეგულირდეს, ხო? მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს შეიძლება გახდეს ძალიან ბევრი პოზიტიური პროცესის პერსპექტივა. იცი როგორ არის? ყოველთვის ხდება ესე, რომ პატარა სახელმწიფოების ინტერესები ყოველთვის მეათე პლანზე არის დიდი სახელმწიფოების ინტერესებთან მიმართებაში. ესე არის ისტორია მოწყობილი, ასეა მთელი კაცობრიობა ისტორიულად მოწყობილი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით იმაზე დამოკიდებული, როგორ დალაგდებოდა გეოპოლიტიკური ვითარება სპარსეთსა და ოსმალეთს შორის. იქ მონღოლებსა და იქ ვიღაც კიდე ვიღაცებს შორის, იქ ბიზანტიასა და იქ სპარსელებს შორის და ასე შემდეგ, ხო? მუდმივად ვიყავით ამაზე დამოკიდებული. და ძალიან იშვიათად ხდებოდა ხოლმე, რომ ეს დიდი სახელმწიფოები რაღაც ისეთზე შეთანხმდებოდნენ ხოლმე, რომელიც ჩვენს ინტერესშიც აღმოჩნდებოდა. ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რამ. ძირითადად ისინი თანხმდებოდნენ ხოლმე ყველაფერ ისეთზე, რაც ჩვენს ინტერესში არ შედიოდა და წვალობდით და ვიტანჯებოდით და უზარმაზარი პრობლემების წინაშე ვდგებოდით. საუკეთესო შემთხვევაში ვდგებოდით ხოლმე
ცუცსა და უარეს შორის არჩევანის წინაშე. კარგი არასოდეს არ ხდება ხოლმე რა პატარა სახელმწიფოსაც. იმიტომ რომ არავის შენი ინტერესი არ აქვს. ყველა თავის ინტერესზე ფიქრობს და როგორ გაგწყვიტოს და როგორ გამოგწუროს მისთვის სასურველი წვენი ეს უნდა ყველას. აი ხდება ხოლმე რაღაცა საუკუნეში, ორ საუკუნეში ერთხელ, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება ისე დაალაგდება, რომ დიდი სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური თამაშები პოზიტიურ ჭრილში აისახება პატარა სახელმწიფოსთვისაც. ასე ხდებოდა მაგალითად ფარსმან ქველის დროს მეორე საუკუნეში. ასე ხდებოდა მაგალითად ვახტანგ გორგასლის დროს, როდესაც საქართველოს ახერხებდა განვითარებას. ასე ხდებოდა მე-12 საუკუნეში, როდესაც იქ ჯვაროსნები წარმოიწყეს მთელი თავისი ჯვაროსნული ომები აღმოსავლეთში და საქართველოს არა მარტო იქ იმაში იერუსალიმის მმართველები ბიზანტიასაც კი შეუტიეს ძალიან სერიოზულად. აქედან ამან გამოიწვია რომ ის პოლიტიკური პროცესი რომელმაც მიწა საქართველოს რაღაცა ერთ საუკუნიანი ამოსუნთქვის საშუალება. მე და გიორგი ბრწყინვალის პერიოდში მოგვეცა ასეთი პატარა შანსი, როდესაც ეს მონღოლთა ოქროს ურდო დაინგრა, დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი, პატარა რაღაცა ის იყო რა ქვია ყაენი რომელმაც მოაკვლევინა ეს ჩობანოვინი დაიშალა მერე მთელი იმპერია ამ დროს ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა გიორგი მეხუთისთვის გაათავისუფლა უომრად პრაქტიკულად მონღოლებისგან საქართველოს და აღადგინა დავითის დროინდელი ტერიტორია, ხო? აი მილიონში ერთხელ შეიძლება ითქვას, მაგრამ ხდება ხო? მე რაღაცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს გეოპოლიტიკური ახლა დიდი პროცესი, რომელიც პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს თავიდან წესრიგის დარეგულირებას ეხება და ახალი წესრიგის და ახალი თამაშის წესების დამყარებას ემსახურება, ანუ იალტის კონფერენციაზე ჩამოყალიბებული წესრიგი იშლება და ახალი წესრიგი იწერება, ხო? აქედან გამომდინარე, რამდენი 80 წელი და 81 წელი გავიდა, ხო? მას შემდეგ გამარჯვების ხო 91 წელი გავიდა, ამ წესრიგმა იარსება. ეხლა რაღაც ახალი იწერება, აშკარად, ახალ წესს თანამედროვე დიდი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოთამაშეები. აქედან გამომდინარე, მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ თუ ეს ყველაფერი მართლა რაღაც პოლიტიკური ლოგიკით წარიმართა და გაუთვალისწინებელი მოვლენები არ მოხდა. შეიძლება სწორედ ამან შექმნას ისეთი აი ის იშვიათი მომენტი, როდესაც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესში აღმოჩნდება ის, რაც დიდწილად შეიძლება ჩვენი ინტერესიც იყოს. აი მაგის იმედი ნამდვილად მაქვს. ძალიან კარგი. მეც ვფიქრობ, რომ ეს გადანაწილება ალბათ იქნება ბევრისთვის სასიკეთო და აბსოლუტურად უერთდები შენს პოზიტიურ პათოსს და იმედი მაქვს, რომ ჩვენთვისაც ის ფანჯარა გამოჩნდება, რასაც წარმატებით გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, და მთავარია რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ახლა ვაწარმოებთ, სწორედ აი ამ მიმართულებებს უწყობს ხელს და ამიტომაც ეს ძალიან დიდ იმედებსაც მიჩენს ამ თვალსაზრისით, რომ ბოლოს 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში სწორი პოლიტიკური მიმართულებებით იდგმება ნაბიჯები და რაც აი ერთმნიშვნელოვნად იწვევს აი ასიამაყისაც და რაღაცაი სიმშვიდის განცდასაც. და ალბათ იმედია, რომ ეს გადანაწილება რომ მოხდება, ჩვენ რამდენიმე ათეული წელიწადი ალბათ დავისვენებთ და მივყვებით. იმედია უფრო მეტი. იმედია რადგან შეიძლება ჩვენგან იმპერია არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ რაღაც ერთ საუკუნე ნახევარი მაინც რომ შევძლოთ სტაბილური რაღაც განვითარების უზრუნველყოფა, ჩვენს ქვეყანას ქვეყანა ვეღარ ამჯობინებს ზედამიწაზე. და მე მივხედავ შიდა სტრუქტურულ მოწყობასაც და ეკონომიკასაც და ასე შემდეგ და კულტურას და რას თავარია განათლებას. აი განათლება არის ჩვენი მე მგონი ყველაზე სუსტი რგოლი ამჟამად. ყველაზე სუსტი არის ნამდვილად და მადლობა ღმერთს რომ ამას ვინც საჭიროა ისიც აღიარებს და ეს ამბობი აი გარი რომ თავად არის საჭირო რა. გიორგი ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და დიდი მადლობა მოხარული ვარ რომ შეხვდი და ყოველთვის მოხარული ვიქნები შენთან საუბრით და რა ვიცი მომავალ შეხვედრამდე ასე დაგემშვიდობები. გაიხარეთ. წარმატებებს გისურვება მომავალ შეხვედრამდე და აბა თქვენ გაკარგულებაში ვარ. აბა თქვენით წარმატებებს თქვენ ტელევიზიას. იცოცხლე. დიდი მადლობა ნახვამდის.